მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის და დღეს ტრადიციულად გვეყოლებიან მოძრაობის წევრები, ტრადიციულად ძვირფასი წევრები, გიორგი მაისურაძე, თამარ ცხადაძე, გოტა ჭანტურია და ასევე ტრადიციულად კიდევ ერთხელ მე ვიქნები წამყვან მოდერატორი. დღევანდელი გადაცემა დაეთმოვა მრავალ მნიშვნელოვან თემას, მათ შორის 17 მაისს, რას ნიშნავს 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის კონტექსტში, რას გულისხმობს ეს დღე, რა კონტექსტში შეიქმნა აი ეს სიტყვათ შეხამება ოჯახის სიწმინდის დღე, რა კავშირი აქვს მას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტებთან და ვისაუბრებთ იმაზე თუ რა მნიშვნელობას ატარებს 17 მაისი გლობალურ მასშტაბზე და როგორ მიიღო მან ის ფორმა, რაც დღეს და თუნდაც წლევანდელი სახით ჰქონდა ამ დღეს, სულ რამდენიმე დღის წინ. ქვეყანაში, სადაც ოჯახები, ბავშვები ითხოვენ წამალს, სამედიცინო მიზნებისთვის, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ქვეყანაში, სადაც ემიგრაციის ნიშნული ყველანაირ ზღვარს ცდება, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ელემენტარული ლუკმისთვის საკმაოდ უღირს პირობებში მუშაობა, სადაც ადამიანები ფიზიკურად ვერ ახერხებენ, რომ ყოველდღიურად თავი გაიტანონ, სულ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ ოჯახის სიწმინდის დღე ამ სახელდებით, ისე რომ საუბარი იმაზე თუ რატომ აღვნიშნავთ საერთოდ ამ დღეს, ვისთვის აღვნიშნავთ, ვინ აღნიშნავს, რას ნიშნავს, ნაკლებად გვაქვს ხოლმე უკვე მივიღეთ როგორც მოცემულობა, ისე რომ ამ კონტექსტებზე ლაპარაკი თითქმის აღარც მიდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთოდ ჯობია რომ ამ თემით დავიწყოთ საუბარი და მერე ნელ-ნელა ჩავშალოთ და მათ შორის მაყურებელს შეგვიძლია მერე მოუყვეთ რას გულისხმობს მოძრაობის ხედვა მათ შორის თანასწორობის საკითხზე, რას გულისხმობს, რას აკეთებს მოძრაობა ამისთვის და რას გეგმავს რომ გააკეთოს სამომავლოდ. ვისაუბროთ ასევე იმაზე თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რა ახალი პოლიტიკური გამოწვევების წინაშეც დავდექით გარდა იმ საკითხებისა, რაც უკვე ვახსენეთ და ამ ბოლო ორ კვირაში მოძრაობა რა ტიპის სოლიდარობის ქსელების გაბმას ცდილობს და რატომ არის ჩვენთვის როგორც მოძრაობისთვის სოლიდარობა ამოსავალი ღირებულება. თამარ, შენთან გადმოვალ პირველი კითხვით, მოდი. და ალბათ მგონია ყოველ შემთხვევაში მე რაღაცნაირად მაქვს ამის შიმშილი, რომ უფრო მეტად ვლაპარაკობდეთ ხოლმე იმ კონტექსტებზე, რომელშიც დღეს აი ამ სახელდებით ოჯახის სიწმინდის დღე გვაქვს და ერთი მხრივ რას ნიშნავს, ან რას უნდა ნიშნავდეს, ამაზე ვილაპარაკოთ და რა სახით აღნიშნავთ ამ დღეს. ხო და ვინ საერთოდ ასე ვთქვათ, ვისი იდეა შეიძლება იყოს ოჯახის სიწმინდის დღე იმ კონტექსტში, რაშიც ის არსებობს? ხა ძალიან ფართო კითხვა ვიცი, მაგრამ დავავიწროვეთ ნორმალურად. ძალიან ზოგადია ახლა და ისტორიაც ყველამ ვიცით, ამიტომ არ მოყვებით, ხო? სხვადასხვა ამაზე აი ბევრი სხვადასხვა აზრი გამოითქვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ არ დაწერილა ეს ისტორია ბოლომდე და კიდევ ბევრი გადააზრება დაგჭირდება. ერთი 2014 წელს, როდესაც ზუსტად 17 მაისს გადაწყვიტა ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ხო, საპატრიარქომ, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაეწესებინა, გვახსოვს წინა წელს 2013 წლის 17 მაისს რა ტიპის მე ვიტყოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე გქონდა და ამას დაამთხვია. და ამაზე ბევრი შეხედულება და რეაქცია გამოითქვა, რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან კანონიერი რომ აი იმიტომ რომ 17 მაისი არის ყველამ ვიცით საერთაშორისო დღე ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ და რაღაც ამ ჟესტით თითქოს აღკვეთეს ყველანაირი შესაძლებლობა რომ საქართველოში ოდესმე ეს დღე ამ მნიშვნელობით რომელიმე ჯგუფს აღენიშნა და აი ეს რაღაც თითქოს დომინანტური გახდა ეს დისკურსი, აი მიტაცების ამბავი, რომ მიიტაცეს. ეხლა მე ამ ბოლო დროს აი უკვე რაღაცა თითქოს გავიდა ბევრი წელი და ის რაღაცა ძალიან ღია ჭრილობებზე უფრო ცივი გონებით შეგვიძლია უკვე შედარებით ბოლომდე არ აყურება და ამ ბოლო პერიოდში მართალი გითხრათ აი უფრო
სხვა კუთხიდან ვცადე ხოლმე შეხედვა, არ დავიჯინებ, რომ ეს არის აუცილებლად ერთადერთი სწორი კუთხე, მაგრამ აი მიტაცების ნარატივის გარდა ასეც შეიძლება მას შევხედოთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ჭრილობა გაიხსნა 2013 წლის 17 მაისს ჩვენს ცნობიერებაში და ამ 2014-ში ამ დღის დაწესებას ასეც ვუყურებ, რომ რაღაცნაირად წაშლის ცდელობა, გადაფარვის ცდელობა, რაღაცა მოხუფვა, ამ პირდაღებული ჭრილობის მოხუფვის ცდელობადაც ვხედავ. მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა დღე შეიძლებოდა, ხო, აერჩიათ თუ მაინც რაღაც კონკრეტულ შინაარსდებენ ოჯახის სიწმინდის დღეში და ეგ ჩემი აზრით უფრო და უფრო გამოჩნდება ეს ამბავი, რაც მეტი წელი გავა, რომ ვინც იყო ორგანიზატორიც, მონაწილეც თუ მაყურებელი ადამიანებიც ცნობიერებაშიც ეს გამოითქმა თუ არ გამოითქმა, ამის მიუხედავად 2013 წლის 17 მაისი ყველასთვის იქეთ ხარისგომისაც, აქეთ ხარისგომისაც ძალიან დიდი ტრავმა იყო და აი თითქოს ამ ტრავმის ერთხელ არ აღიარება, მაგრამ მეორე მხრივ აი მოხუფვა რაღაცა ამ ღია ჭრილობის, ამის ცდადაც ვხედავ, ეხლა არ ვიცი ძალიან შეიძლება კაფეო ვერ ვამბობ ამას, მაგრამ აი ეს გრძნობა ესეც არის რა, ყურადღება მისაქცევი, რომ უნდა შევხედოთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენა იყო რაღაცა უახლეს ისტორიაში ძალიან ტრაგიკული მოვლენა, რომლის დროსაც აი ეს პირველი საქართველოს ისტორიაში რაღაცა პერფორმატიული ჰომოფობიის დიდი აქტი შედგა, მაგრამ ვერ ვიტყვი ამჯერა, რომ ამით კმაყოფილები იყვნენ ამ პერფორმანსისაც მეშვეურები. ისინი თვითონ გრძნობდნენ რაღაცა ისეთი ჭრილობა გახსნეს, რომელიც მათთვისაც ძნელი მოსავლელი იქნებოდა და მე ხშირად ვუყურებ, რომ აი 2014 წლის წელს უკვე ამ დღის ასე გადაფორმება იყო აი რეაქცია ამაზე, რომ რაღაცა რაც თვითონვე იცოდნენ, რომ თავიანთ ისტორიას ძალიან შავ დაღად დააჯდა და აი ამ დაღის გადაღებვის, ასე ვთქვათ, აქტად ვხედავ ამას, მართალი გითხრა, არ ვიცი, ახლა ბევრი დამეთანხმებით თუ არ დამეთანხმებით, მაგრამ ასეც ვუყურებ, აი რაღაც წარწერას რომ გადაღებავენ ხოლმე, თითქოს აი ასეთი ცდელობა. ზოგადად ქრისტიანობისთვის ახლა თუ ავიღებთ ბოდიში რომ ჩაგეჭერი, სანქცირებული ჩაჭერა. დამახასიათებელი, იმიტომ რომ თუ ავიღებთ რაღაც ისტორიულად თუ შევხედავთ, ყველა უმეტესობა ქრისტიანული ტაძრების არის ზუსტად იმ ადგილებში აშენებული, სადაც მათი ლექსიკ ტერმინოლოგიით რო თქვათ, წარმართული ან წინა ქრისტიანული ტაძრები ან საკულტო ცენტრები იყო, ხო? მთელი რიგი კულტებია, მაგალითად, ყველა წმინდის კულტი გაჩნდა იმის გამო, რომ გადაეფორმებინათ, გადაეფარათ პანთეონი, რომის პანთეონი იგულისხმება, ანუ ყველა ღმერთის დღესასწაული, ხო? ანუ ეს მოდელი ეკლესიისთვის მისი არსობრივია, რომ აი რაღაცა გადაფაროს და სხვისი ადგილი დაიკავოს, ისევე როგორც შემდგომში ბოლშევიკები ზუსტად ქრისტიანული ტაძრების ადგილას აშენებდნენ, თქვათ, რაღაცა პარტიულ ცენტრებს და ახალ სიმბოლიკას. ანუ ეს გადაფარვის ვითომ არ ყოფილა, გავაქრობთ ისტორიიდან. ურა და მე ეგ მახველის მინდოდა შეიძლება ვინმე მითხრას, რომ აი ცოტა ზედმეტად პოზიტიურად როგორ შეხედავ ამას, მაგრამ რაღაცა აი ის რომ ცნობიერება იმისა, რომ 2013 წლის 17 მაისი რაღაცა ძალიან ცუდი მოხდა, აი ამ ცნობიერებასაც ვხედავ მაგის საფუძვლად. მარტო ის არა, რომ სხვისი ადგილი დაიკავეს და სხვაგან დევნეს, არამედ საკუთარ ისტორიაში 2013 წლის 17 მაისს ჩაწერეს ისეთი ამბავი, რაც გადასაფარი გახდა. აი ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ არ გამოგვეპაროს და მეორე ახლა რა თქმა უნდა, მე აქვე ვიტყვი ხშირად ამბობენ, რომ აი 2000 ამის მერე 17 მაისობით ბევრი ადამიანი რომ გამოდის ოჯახის წმინდის დღეს აღსანიშნავად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაგასშიც კი მე ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან უნდა შევხედოთ, რომ ეს ხალხი არ გამოდის იქ
ჰომოფობიის მარშზე. ეს ხალხი აქ გამოდის ეუბნები რომ რაღაცა ოჯახის ხარჯზე, ხო, ღირებულების ხარჯზე. ამიტომ მაინც ვფიქრობ რომ ეს რაღაცა თუნდაც ძალიან ძნელ რამეს ვამბობ ახლა თუნდაც 17 მაისობით 2014 წლის ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაში მონაწილეებს მე არ დავინახავდი და არ შევხედავდი როგორც რაღაც მორიგ ჰომოფობიურ მარშს. იმიტომ რომ არ იქნება ეს სწორი განა, იმიტომ რომ რაღაც ის ახლა გაკეთილშობილება მინდა. უბრალოდ ეს არის ფაქტი, მოცემულობა, რომ იმ ყველაზე უფრო ავის მზრახველძალებსაც კი უწევთ აპელირება რაღაცა ისეთზე, რაც ღირებულია, რაც კარგი, ახლა ცოტა უცნაური სახელი ოჯახის სიწმინდის დღე ხო ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ნუ ადამიანების უმრავლესობა სიწმინდე დადებითი მოვლენა, ოჯახი ღირებული მოვლენაა და ამით ასე ვთქვათ, გამოიყენა. ეს არ ვიცი, შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოს ახალდათია შენ კითხვაზე, რომ ასე გიპასუხე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი, თუნდაც ბევრი, თუნდაც ცოტა მეორეც ვიცით ახლა და ამაზე უფრო მეტი ითქვა კიდევაც რა ტიპის ორგანიზება უძღვის ხოლმე წინამდენი ადამიანის ქუჩაში გამოსვლას, როგორ თუნდაც წლევანდელა შემთხვევაზე როგორ გამოვიყვანეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ გამოდიან, უმრავლესობა მათი არ გამოდის ჰომოფობიის დღეზე, ხო? არამედ გამოდის იმაზე, რაც მათ მიაწოდებს როგორც ოჯახის სიწმინდის დღე. ისე როგორც გამოდიოდნენ 1 მაისს, 7 ნოემბერს საბჭოთა დროს და რა ვიცი 9 მაისს. ხო, ძნელს არ ვამბობ. ჩვენთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ასეც შევხედოთ. იმასთან ერთად, რაც არ დაგვავიწყდეს იგივე 2013 წელს რაც მოხდა და არ დაგვავიწყდეს ის შენაკადები, მას შემდეგ აღნიშნულ ყველა ოჯახის სიწმინდის დღეზე ის შენაკადები, რომელსაც ბევრი აქტორი და აგენტი ცდილობს შეიტანოს მასში მართლა სიძულვილის მთესველი, გამრიყველი და ასე შემდეგ. აი ეს მინდოდა მე თქვა. თამარ, შენს ნათქვამს გავაგრძელებ გარკვეული ან თავისთავად ახლა გარდა იმ უცნაური სახელდებისა, როგორც ჩვენ თქვი, ხო, რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღე, ოჯახი როგორც ღირებულება, თავისთავად არაფერ კავშირში რაღაცის ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო, რომ ეს დღე პოლიტიკურ დონეზე არის ერთგვარი მანიფესტაცია იმ დამკვიდრებული ჰომოფობიის, რომელსაც ხედავთ პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა თავისთავად ოჯახის როგორც ღირებულების შემოტანა, მათ შორის ისე პოლიტიკურ ასპარეზზე არ ნიშნავს თავისთავად ესე კონტექსტ თუ ამოგლეჯ ჰომოფობიას არ გულისხმობს, ხო? მაგიტომ მგონია რომ აუცილებელია ეს კონტექსტებში ჩავსვათ და რაღაცნაირად ვისაუბროთ პოლიტიკურ დონეზე, ოღონდ და აქ შემომყავს უბრალოდ შენი ლოგიკას ვაგრძელებ, რომ აქ არ მაქვს საუბარი უშუალოდ დემონსტრაციის მონაწილეებზე, არამედ თუ ვის ინტერესშია ამ ტიპის დემონსტრაციის მოწყობა და რატომ ეწყობა საერთოდ ეს დემონსტრაციები, ისი მანიფესტაცია არის, ამაზე ვილაპარაკოთ და გიორგი, შენთან გადმოვალ მაგ კითხვით თუ აი მოსაზრებით, რომ როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, რა აკავშირებს ერთ ამ დღეს ჰომოფობიასთან, გარდა გასაგებია ხა თამარმა რაც ახსნა, ხო ეს მოხუპვის ასპექტის, თუმცა კიდე სხვა შრეებშიც შეგვიძლია ჩავიდეთ ჰომოფობია როგორც ინსტრუმენტი, მათ შორის ძალაუფლების, გამყარების თუ შენარჩუნების და აი ამ დღეში რატომ არის მანიფესტირებული მაინც და მაინც, რატომ იყო არჩევანი მათ შორის თქვენი აზრით, რომ აი ეს ერთგვარი პოლიტიკური ჰომოფობია ყოფილიყო განსხეულებული აი ამ სახელდებაში, რაც არის ოჯახის სიწმინდის დღე. რა რიტორიკას გულისხმობს ეს საერთოდ მართველი პარტიისგან? მე იმას გავაგზავნე, რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდე თავისთავად თითქოს ესეთი საკმაოდ ნეიტრალური ცნება და რა მოხდა? ვიღაცას სიწმინდის აღნიშვნა უნდა ოჯახური ღირებულებების და ასე შემდეგ. თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ მე რა, არაფერი პრობლემატური არ არის. მაგრამ აი აქ იცვლება უკვე პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ ამ ტერმინის და ამ ფენომენის გენეალოგიას შევხედავთ. და ეს ისევე და რატო არის კავშირში, რომ ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა, რა თქმა უნდა,
აშკარადაც ალსახად იყო ეს სწორედ აი ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის გადაფარვის ცდელობა და იგივე ჰომოფობია, განსაკუთრებით პოლიტიკური ჰომოფობია, იმიტომ ჩემი აზრით სხვანაირი ჰომოფობია არც არსებობს. თუ არსებობს ის თვითონ უკვე რაღაცა ფსიქიკური პათოლოგიის გამოვლენა არის, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან კატეგორიული ვარ ამ მოსაზრებაში. ეს ყველაფერი და შეგვიძლია უამრავი სერიოზული გამოკვლევა და ნაშრომი სერიოზული ავტორის დავასახელოთ. არის პირდაპირ თანამედროვე ნეოფაშისტური თუ პოსტფაშისტური, როგორც სხვადასხვა მეცნიერი უწოდებს, მათი პოლიტიკურ იდეოლოგიური რიტორიკიდან აღებული. იგივე ტენდენციებს ვნახავთ ჩვენ აი ისეთი ნეო-პოსტფაშისტური თუ ფარ-რაიტი, ანუ ეს სხვადასხვა ესეთი ტერმინოლოგია მშობა არ აქვს, რომელსაც უწოდებთ და გამოვიყენებთ. მთელი ამ დისკურსებიდან ზუსტად ეს არის, იქნება ეს ორბანი, იქნება პუტინი, იქნება ტრამპი, ანუ მთელი ეს ულტრა მემარჯვენე თუ მემარჯვენე რადიკალური, აი ხა კიდევ მეორე რომელს სახელს დავარქმევთ. მე მგონია ეს პოსტფაშიზმი ჩემთვის ძალიან სწორი ტერმინია, ენცო ტრავერსოს იტალიელი თანამედროვე იტალიელი ისტორიკოსის შემოტანილი ტერმინია. პირდაპირ აი ამ ლექსიკური ფუნდამენტური ლექსიკური ფონდიდან არის აღებული. ეხლა მე არ ვიტყვი რომ საპატრიარქოში იქ მაკედან აიღეს აუცილებლად, იმიტომ რომ ამას ცოტა კიდე გარკვეული ინტელექტუალური საფუძვლები ჭირდება და მე მეეჭვება რომ მაგ დაწესებულებას ეგეთი მარაგები კონდეს, მაგრამ თავისთავად აი იცით რა რაღაცნაირად დალაგდა აი ჰომოფობია, ძალადობისკენ სწრაფვა, მე მახსოვს ეს 2013 წლის 17 მაისით მე ვიდეო რეპორტაჟს უყურებდი, არ ვიყავი საერთოდ საქართველოში მაგ დროს. ეს იყო აი მართლა რაღაცა ძალადობას და სისხლს მოწყურებული ხალხი, რომელიც მიიყვანა ვიღაცამ მიიყვანა მაგ მდგომარეობამდე. და ის რომ სასულიერო პირები უდგნენ სათავეში, ეს უკვე ძალიან სერიოზული დიაგნოზია თვითონ ამ ინსტიტუციისთვის. და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამას იმაში, რომ ეს მათივე სირცხვილის გადაფარვა არის შემდეგ წელს უკვე აი რაღაცა სხვა სახელი რო დაერქმია. იმიტომ რომ წმინდად ქრისტიანული მოძღვრებიდან გამომდინარე და მე ვერ მეტყვის ვინმე რო ქრისტიანობის რომელიმე მიმდინარეობაში მე გულისხმობ ესე თუ ეკლესიურ ოფიციალურ მიმდიდრ სწავლებებს, ახლა რაღაცა ტერორისტული სექტებს თუ არ ჩავთვლით. სადმე არსებობდეს ისეთი ტიპის მოძღვრება, აღარაფერს არ ვლაპარაკობ სახარებაზე და ქრისტეს სიტყვებზე, ხო? თვითონ. შეიძლება თვითონ არ კითხულობენ და არ აინტერესებთ ქრისტე და სახარება, მაგრამ ამ რელიგიიდან გამომდინარე, ყველაფერი ის, რა ჩვენ 2013 წლის 17 მაისს ვნახეთ, ეს იყო კიდევ მეორე მათივე პერსპექტივიდან დანახული ქრისტიანობის, ეს იყო ანტიქრისტიანობის დღესასწაული. ეს იყო ანტიქრისტიანული, აი მართლა ანტიქრისტეს ქურუმები მიუძღოდნენ ამ მსვლელობას სათავეში. ისინი იყვნენ ანტიქრისტეს ქურუმები, სახარებისეული პერსპექტივიდან ვლაპარაკობ მე ამას, ახალი აღთქმის პერსპექტივიდან. და რა თქმა უნდა, ანუ ის საშინელებები, რაც მათ მოაწყეს და ჩაიდინეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიულად ინკვიზიცია არსებობდა, წვალებლების დევნა, კუდიანების დაწვა და ასე შემდეგ და ეგეთი სიმახინჯე ძალიან ბევრია კი არა, სავსეა ქრისტიანობის ეკლესია, მაგრამ ეს ხდება უკვე 21 საუკუნეში, სადაც ჩვენ ამაზე ცოდნაც გვაქვს. ვიცით რომ ესეთი სიმახინჯეები მოტანილი აქვს თვითონ ისტორიას და ძალიან ბევრი თანამედროვე თეოლოგი თუ მე-20 საუკუნის თეოლოგი და სასულიერო მოღვაწე დისტანცირდება კიდევაც. კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოიხადა პაპის სახელით, ბოდიში მოიხადა ინკვიზიციის და ჯვაროსნული ომების გამო. ანუ ეს ძალიან დიდი სიმბოლური ჟესტი იყო, რა თქმა უნდა. რამდენი ადამიანი ყავთ და ეგ განადგურებული და გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვემიჯნებით აი ამ გადახვევას თავისთავად ამ ხაზიდან, რომელიც ჩვენი სახელით თუ ქრისტეს სახელით არის ჩადენილი, ხო? ხო და ეხლა რა კავშირში არის საერთოდ ჰომოფობია რატო გახდა 21 საუკუნეში ისევ
ასეთი ასე ვთქვათ აქტუალური თემა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდისთვის აი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც უკვე დეკრიმინალიზაცია მოხდა, ან ლეგალიზაცია მოხდა ერთსქესიანი ურთიერთობების, თითქოს გარკვეული თვალსაზრისით აქტუალობა ჰომოფობიის თავისი აქტუალობა დაკარგა. დაკარგა თან მე ვიტყოდი რომ კი რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს დასავლური ცივილიზაციაა და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოზე ვერ გავავრცელებთ, მაგრამ ეს უკვე აღიარებული იქნა რომ ადამიანს აქვს თავისი უფლებები, აქვს პირადი ცხოვრება, რომელშიც ჩარევა არ შეიძლება რაღაცა ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია. ანუ სოფლიო საზოგადოებაზე არის უკვე შეთანხმება, აი რაღაცა პრინციპებზე ვთანხმდებით, რომ მოდი, აი რა ვიცი, განსხვავებული ფერის, შავკანიანი იქნება თუ ფერადკანიანი ადამიანი, სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის, მოდი აღარ დავჩაგრავთ, იმიტომ რომ თუ ისტორიულად შევხედავთ, რომ ადრე ეგრე იყო, ადრე კი, რა თქმა უნდა, ბატონყმობაც იყო, მონათფლობელობაც იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ გვინც ვარ შეკრებილი, მაშინ ყველანი ესე ვთქვათ, ბატონყმური პერიოდიდან ჩვენ მაშინ ყმები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ასეთი ჩვენი ესეთი თავადის გვარის აქ არ გვიზის. ანუ მაშინ რა მოვითხოვოთ, რომ ისე ბატონები დაგვინიშნონ და ღალა და ბეგარა ვიხადოთ თუ რა, აი რა წინაპრების სახელით მელაპარაკებიან და რომელ ტრადიციებზე, გარდა იმისა, რომ ტრადიციის სწორედ დღევანდელ დღეს გამოგონება ხდება. და ეს ოჯახის სიწმინდის დღე არის პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ აქ არავითარ ტრადიციასთან და ძირძველ და ეროვნულ და ქართულთან კავშირი ამას არ აქვს. ეს არის გუშინ წინ გამოგონილი 12 წლის წინ შეთხზული და გამოგონილი ვითომ ტრადიცია, რომელიც ნუ აი ეხა მოიგონეს ეს. მაგრამ აი მაინც ორი სიტყვას ვიტყვი. ნეოფაშიზმს თუ მემარჯვენე რადიკალიზმს აუცილებლად ჭირდება ხელოვნურად შექმნილი მტრისხატები. განტევების ვაცი ისე ქრისტიანული და ბიბლიური სიმბოლო რო გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ეს არის ტრადიციულად კლასიკური ფაშიზმიც და დღევანდელი ნეოფაშიზმიც, რომლის ფაქტობრივი მიმდევარიც არის მართველი პარტია, აუცილებლად ყურადღების გადატანა არის რეალური პრობლემებიდან და რეალური პრობლემა ყოველთვის არის სოციალური და ეკონომიკური შინაარსის პირველ რიგში, ისევე როგორც რა თქმა უნდა პოლიტიკური შინაარსის პრობლემებიც არის უამრავი, აურაცხელი და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რომ პოლიტიკურობამ ნუ ავტორიტარისტული სისტემა როდესაც ყარდება და დიქტატურისკენ მივდივართ, იქ რა თქმა უნდა პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემებია უზარმაზარი მნიშვნელობის. მაგრამ აი ამ ყველაფრიდან ყურადღების გადატანისთვის არის იდეალური გამოიგონო და შეთხზა მტრის არარსებული მტრის ხატები. როგორცაც ვთქვათ კლასიკურ ფაშიზმში იყვნენ ებრაელები, აი ეხა ებრაელებს თუ გავანადგურებთ და მოსვლობთ ეგენი არიან მთავარი დამნაშავეები და ყველაფერი კარგად იქნება და 6 მილიონი ადამიანი დახოცეს მაგ ლოზუნგით, რომ აი იმათ თუ მოუყვება ეს არის დაავადებული ნაწილი საზოგადოების, ზუსტად იგივე ლექსიკას ვხედავთ ჩვენ, ვთქვათ ამ შემთხვევაში კონკრეტულად 17 მაისის კონტექსტში ჰომოსექსუალი თუ LGBT ადამიანების მიმართ. ისევე როგორც ანუ აი ყოველთვის არის რომ მოვძებნოთ ვინ არის მტერი და ვინ უნდა გავანადგუროთ გამოგონილი მტერი, რომ ყურადღება გადავიდეს რეალური პრობლემებიდან, რომლისთვის თავის გართმევის უნარი კი არა უბრალოდ, სურვილიც კი არა აქვს მართლ პოლიტიკურ კლასს და ძალას. გიორგიმ ახლა ახსენა რეალური პრობლემები, ხო? რაღაც რას ვეძახით ხოლმე რეალურ პრობლემას, ეს პირობითია თავისთავად ყველა პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში ჩვენ ტანზე უგრძნობთ, არის რეალური პრობლემა. და ამას უფრო ეგრე დავარქმევდით, ჩემთვის კი არ გეკამათებთ რეალური პრობლემა ეგ არის, მაგრამ გონია რომ ხშირ შემთხვევაში აი ეს პრობლემის გადატანის სტრატეგია როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ, ხო ძალიან რთულია მაშინ როცა აი ამ პროპაგანდით გაჟღენთილ რეალობაში ცხოვრობ, მაშინ როცა ყველა მხრიდან ინფორმაცია მოგეწოდება ან გამრუდებული ფორმით, ან ზუსტად ისე როგორც ძალაუფლების მპყრობელს პრინციპში ურჩევნია რომ შენ ინფორმაცია მიიღო, იმას გაწვდის, მისია ძალაუფლება არა მხოლოდ როგორც ინსტიტუციური ძალაუფლება, არამედ მათ შორის ფინანსური ძალაუფლება, ამ რეალობაში ძალიან რთულია გაიგო მათ შორის რა არის შენი რეალური პრობლემა.
ასე მუშაობს ეს რაღაცა საპნის ოპერის ეს ხო ფაქტორად ბუშტი რომ უყურებ რაღაცას ტელევიზორში გიყვებიან რაღაც ამბებს, შეიძლება ეს ფაბულით გავდეს კიდეც, რაღაც მომენტში შეიძლება აბსოლუტურად საუბარი იყოს, მაგალითად ჩართავი მეც საუბარი იყოს გლობალურ პოლიტიკაზე, როგორ მიმდინარეობს დიდ ქვეყნებს შორის ჯახი, რაც რეალურია, ნამდვილად კატასტროფულ სიტუაციაში ვარსებობთ, მაგრამ ამავდროულად აი ეს ბუშტი უცებს ყდება, რატომს გამორთავ ტელევიზორს და ეს ბუშტი მუშაობს იმ პრინციპით, რომ ცოტა ხნით მაინც დაგავიწყოს ის, რასაც შენ ყოველდღურად შენი სხეულით განიცდი სინამდვილეში და მაგაზე რომ ვფიქრობ ხოლმე ხშირად, აი როგორ შეიძლება მართლა როგორც ინსტრუმენტი ერთმანეთს მივაწოდოთ იმისთვის, რომ პროპაგანდას კი არა ხო და ინფორმაციით დატვირთულ რეალობაში არ დაგვავიწყდეს ის თუ რა არის ის რაც გვაწუხებს მართლა არის ის რომ ორი წამი საკუთარ სხეულებს მოვუსმინოთ და აი ხა მაგ კუთხით რომ წავიდეთ გოტა რაც გიორგიმ დაიწყო საუბარი ეს რეალური პრობლემები აი რა არის ხა ოჯახის სიწმინდის დღე ოჯახი უკვე მრავალი ბრუნვით ვახსენეთ ხო რა არის ის რეალობა რომელიც დღეს საქართველოში ოჯახებს აწუხებს რომელსაც გრძნობენ მაგრამ ინფორმაციულ დონეზე არასდროს არ მიეწოდებათ და ლამის მთელი ბიძგი არის ის რომ ის რასაც შენ გრძნობ დაივიწყო ვერ შეამჩნიო ან თუ ამჩნევ დაიჯერო რომ ამაკედან გამოსავალი არ არსებობს აი ამ ნაწილზე რომ ვილაპარაკოთ რა არის ის რეალური გამოწვევები რომლის წინაშე ოჯახები ხა ოჯახებს პირობითად ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყანაში ცხოვრობი ნებისმიერი ადამიანი განიცდის ხო, ერთი პრინციპში რაც გიორგიმ ახსენა ეს ძალიან ზოგადად თქვათ ეს სოციოეკონომიკური უმძიმესი ფონი ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ თვითონ 17 მაისს რო დაუკავშიროთ, მე მგონი აი ამ წელს და რამდენიმე დღის წინ ყველაზე ნათლად გამოჩნდა და ეს პრინციპში ფარ დაახადეს დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლებმა, როდესაც ერთი მხრივ საათობით იდგნენ ჯერ იქ აი იმ საზოგადოებასთან და არავინ არ იმჩნევდა ამ ხალხს მიუხედავად იმისა, რომ ბანერები ეჭირათ, წარწერები ჰქონდათ, ყველა საქმის კურსში იყო, სანამ გზა არ გადაუღობეს, სანამ არ გადაუდგნენ, სანამ არ მოთხოვეს, ანუ ფაქტობრივად დაავალდებულეს მამაოები, რომ ხო დაგლოცეო, იქამდე ანუ არავინ არ გამოხმაურებია ამ ხალხს, იქამდე მათთვის, ანუ სრულიად მიუღებელი იყო, ხო და ანუ მე არ ვიცი, ანუ რანაირად შეიძლება ეს საერთოდ რაიმენაირ ან მით უმეტეს ქრისტიანულ მორალში ჯდებოდეს, როდესაც თქვათ აი ეს ხალხი ესე გარიყულები იყვნენ, ხო და ანუ პრინციპში ეს არის გამოვლინება დღეს, რომ აი თქვათ სად არიან ოჯახები, სად არის პრობლემები და მეორე მხრივ თქვათ სად არის ეს საზოგადოება, ხო? ისევე როგორც რა ვიცი, ჩვენ ქვეყანაში მაშინაც და ეხლაც წელსაც თქვათ ადამიანები იმ ყოფის გამო, რა ყოფაშიც ჩვენ ვართ, თავს იწვავენ, ხო? და აგერ გვაქვს ზამիր კვეკოსკირის შემთხვევა და იქამდე არ მიაქცია საზოგადოებამ და ამ შემთხვევაში თქვათ ქართულმა ოცნებამ ყურადღება, სანამ თავი არ დაიწვა ამ ადამიანმა და მე რაღაცა ბინა მიიღეს, ისიც გაუგებარია და რა ვიცი, არავინ არ იცის თქვათ რა ტიპის და როგორი საცხოვრისი არის ეს, ხო? და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემები მართლა არის, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენლად დიდი. მაგრამ თვითონ აი 17 მაისს რო აი მეც ჩემ გამოცდილებას ამ შემთხვევაში გავიხსენებ, გიორგიმ ახსენა რომ არ ვიყავი საქართველოში და მე მუშაობდი იქვე, აი ძალიან ახლოს, მით უმეტეს ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც იგრძნო საფრთხე, როდესაც თქვათ ეს ადამიანები დაიძნენ და ნუ ჩაკეტა რა კარები, იმიტომ რომ ჰქონდათ ესეთი გამოცდილება, ღია საზოგადოების ფონდზე არის ლაპარაკი და იქიდან ნუ პირდაპირ ჩავედი რუსთაველის გამზირზე და ნუ აი რაღაც აი ჩართული დაკვირვების ცდილობდი, ასე ვთქვათ, რაღაც ემოციები გამეთიშა და უბრალოდ დავკვირვებოდი ამ პროცესებს, რა ხდებოდა და სხვა ტიპის, რავი, აი უამრავ აქციაზე ვარ ნამყოფი, მათ შორის სადაც ეს დარბევები იყო, აი გინდა 7 ნოემბერი იქნებოდა მანამდე თუ მერე სხვა აქციები და ეს მაინც იყო ჩემთვის რაღაცა აი მართლა, აი რაღაც ძალიან ცუდი მოხდაო თამარი რო ამბობდა, აი მართლა შეეულით გრძნობდი რომ აი სულ სხვა რაღაცა არის რა ეს, როდესაც მართლა ეს აი პირველი რითიც მათ შორის მივხვდი იყო რომ ესე იგი მერვე მე-9 კლასელი მოსწავლეები ტანზე გახდილი მორბოდნენ ამ მაიკებს, აფრიალებდნენ და რაღაცებს შეურაცხყოფას აყენებდნენ ვიღაცებს, იგინებოდნენ, ხო, თავის მხრივ რომ ეს მამაოები ედგნენ ამას სათავეში და ნაწილი მათი შეიარაღებული იყო და ეს დუჟმორეული მართლა
მამაკაცები, რომლებიც არ ვიცი, საერთოდ რას ცდილობდნენ და რას აკეთებდნენ და იმდენად რაღაც სურეალისტური მდგომარეობა იყო, თან რაღაც 2012 წლის მერე რომ რაღაცა განცდა გაქვს და განწყობა რომ რაღაცეები უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რაღაცა პროგრესი უნდა იყოს და უცბად რაღაც ახალი იწყება მართლა და ვერ ხვდები რომ რაღაცა სხვა სამყაროში მოვხდით და ვა ეს უკვე სიახლეა და ამის მერე უკვე რაღაც ცოტა სხვანაირი იქნება ცხოვრება და თამარს კი ვეთანხმები იმაში რომ თქვათ თითქოს ამ შემთხვევაში მაინც იყენებენ და შემოატრიალეს თქვათ თითქოს და რაღაცა ამ ოჯახურ ღირებულებებს იყენებენ და თქვათ ამის გამო გამოდის ხალხი მაგრამ ჩემთვის მაინც ეს დღე იმდენად მაინც ამ სიძულვილზე დგას ხო და იმდენად გაყვება ეს ფონი ხო რომ მაინც ძალიან ძიმე არის რა თვითონ ამის ყურება და ძალიან მიუღებელი არის აი ორგანულად მართლა ეს დღეც თვითონ ეს გამოსვლებიც აი როგორც თქვათ არ უნდა უტრიალოთ ხო თავის მხრივ ეს დგას ძალადობაზე თავის მხრივ ეს დგას თქვათ ჩაგვრაზე და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მოგვეცემა როგორც საზოგადოებას საშუალება რომ რაღაც მომენტში აი რეფლექსია მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში აი კარგად გავაანალიზოთ რომ საერთოდ რა მოხდა ამ ქვეყანაში და მე მართლა რაღაცა საზოგადოებას ძალიანად აი ისევ რელიგიურად ვთქვათ რაღაცა აღსარების ჩაბარება მართლა მოუწევს ასევე არ უნდა დაგვაუწეს ალბათ ისიც ხო რომ ბევრს საუბრობთ ხოლმე რომელი გადაცემაში იყო ზუსტად აღარ მახსოვს მე მგონი ბიკო რომ იყო დებატებზე მისული იქ ქონდა საუბარი ქართულ ოცნებას კობახიძეს ლაპარაკი იმაზე თუ როგორ ხდება რაღაც ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობდა რაღაცა ორგანიზაციები როგორ ამობილიზებდნენ საზოგადოებას დემონსტრაციებისთვის ასე შემდეგ და ამ დროსთან რაც ეს არის რაღაცა კონსპირაციული თეორია, რომელიც შემოგთავაზა მმართველი პარტიის მმართველმა ფაქტობრივად, ხო? მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს რაღაცები, რაც არის აბსოლუტურად არაკონსპირაციული, სრულად დამიწებული პირადი ისტორიები, მეზობლებისგან მოსმენილი, რომ მობილიზება მსგავსი ტიპის დემონსტრაციებზე საზოგადოების ხდება ერთი მხრივ მოტყუებით, დაშინებით არის სქემა ფაქტობრივად გოტა შენზე უკეთ ვინიცის საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორ ხდება მობილიზება იქ დასაქმებული ადამიანების და რამდენად შეიძლება იქ მისვლა არ მისვლა გადიოდეს სამსახურის შენარჩუნება არ შენარჩუნების ზღვარზე ხო ამიტომ მაინც მე აი მიუხედავად იმისა რომ ეს ტრამვა რომელზეც კი ვთქვით რომ მოხუფვის მცდელობა იყო თუმცა ფაქტია რომ ეს არ მოხუფულა როგორც ესეთი ხო ის ღია ჭრილობა დაარსებობს და როგორი ღიაც არ უნდა იყოს ეს ჭრილობა მაინც ზუსტად იმის გასათვალისწინებლად რატომაც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ჰომოფობიაზე და არ დაგვყავს ეს ინდივიდუალურ პასუხისგებლობაზე რომელიც თავისთავად ოღონდ ეს არ აცლის არც ერთი ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისგებლობას არ გვაცლის მაგრამ უფრო ფართო სურათში დავინახოთ ამ ნაწილში ესეც შემომაქვს ხოლმე რომ ნამდვილად ცალსახაა ფაქტია რომ ეს როგორც იარაღი ქართული ოცნებისთვის არსებობს და მათ შორის უნდა ითქვას ისიც ნამდვილად ხო რომ თავისთავად ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ ოჯახზე მაგრამ თავისთავად ასე რწმენაში არაფერი არ არის ხო მიუღებელი და არაფერი არ არის მიუღებელი იმაში რომ კონკრეტულ დღეს თუნდაც გინდოდეს ეკლესიაში მოისმინო ლოცვა იქვე შენი ღირებულებები გამოხატო რომელიც გადის იმაზე რომ შენთვის რაღაცა წმინდა მაგრამ აქ ქვეშ რადევს ხშირად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამაზე ვლაპარაკობთ ხოლმე პერიოდულად, ფართო საზოგადოებაში ეს ძალადობრივი ასპექტი შეიძლება არც იყოს გააზრებული, ზუსტად იმიტომ, რომ ის საპნის ბუშტი მასეც მუშაობს, ხო, რომ არა მხოლოდ სხვა რეალობები დაგანახოს შენს მიღმა, არამედ დაგავიწყოს კიდეც ის, რაც გამოიარა. და აი გიორგიმ ახსენა ისე მტრის ხატის შექმნა და მტრის ხატზე ალბათ შეგვიძლია უშუალოდ აი ამ წლის 17 მაისის კონტექსტშიც ვილაპარაკოთ, ხო? არაერთი ძალიან ძიმე განცხადება მოვისმენთ, მათ შორის ერთ-ერთი იყო აბორტის საკითხზე. თქვენ ინიცირება, თუმცა ინიცირება ამ დღეს არ მომხდარა. ეს მოვისმენთ მათ შორის აი ზუსტად იმედის დებატებზე, კი ბევრჯერ გვეუბნებიან ხოლმე ამ დებატებზე არ არის საჭირო, მაგრამ აშიშვლებს, ხო? ფაქტია, მათ შორის ქართული ოცნების რახვებს ლევან ლურთქიფანიძე რო იყო იმედის დებატზე, იქაც კი გაიჟღერა ამ საკითხმა გარკვეული თვალსაზრისით, სადაც უკვე ძალიან კაფიო ხაზი გაივლო იმაზე, რომ ოჯახის სიწმინდეზე როცა ლაპარაკობს ქართული ოცნება, რეალური გამოწვევები, რომელიც საქართველოში ოჯახებში არსებობს, მათ შორის ფემიციდის საკითხი, მას უნდა
უნდა რომ მიღმა დატოვოს, თავისი მზერის მიღმა დატოვოს და შემოვიდა ერთ-ერთი თემა, ასევე რომელიც არის აბორტის თემა. აი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად, ჩემი აზრით. იმასაც რომ მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თქვა გამრავლების, იმიტომ არ მრავლდებით და დემოგრაფიული უკუსლვა გვაქვს, რომ ეს არის იდეოლოგიური პრობლემა. ნუ ხა ეს არის სიცრუის, ეხლა ჩვენ მე მგონი საქართველოს ისტორიაში ესეთი სრუპენტელა პიროვნება არ ყოფილა და იმედია რომ არც იქნება, ეს იქნება გამონაკლისი შემთხვევა, ალბათ საერთაშორისო გინესის რეკორდების დამამყარებელია ის ადამიანი ამ სფეროში და ვულოცავთ მას ამას. დაიმკვიდრა უკვე ისტორიაში ადგილი, მაგრამ ნუ ეხა ეს არის მართლა თვალებში ნაცრის შეყრა. უტიფრობის, ანუ უკვე რაღაცა აი ბოროტი ტყუილი არის. შეიძლება იყოს რაღაცა ნეიტრალური ტყუილები და ეს არის რაღაცა ძალიან ბოროტი ტყუილი, იმიტომ რომ შესაძაც სახეზეა. ადამიანები გარბიან სასოწარკვეთილები, ადამიანები მათყოვრობენ ყოველ ნაბიჯზე. ადამიანები, რა ვიცი, აი ქუჩაში ვაჭრობა იქნება თუ რა ვიცი, აი ჩვენ ხედავთ ყოველდღე გაღატაკებულ და სასოწარკვეთილ ადამიანებს. და უმარტივესი არითმეტიკა არის, 10-ის ფარგლებში არითმეტიკა, რომ პირდაპირ კავშირში არის ეკონომიკურ საკითხებთან დემოგრაფია. აქ ვერაფერს ახალს, ვერანაირ ველოსიპედს და ბორბალს ვერ გამოიგონებ რა. და ამ ფონზე რომ მეუნები რომ იდეოლოგია, რომელ იდეოლოგიაზე არის, რომელიმე იდეოლოგია დაგვისახელონ რომ მოუწოდებდეს არ გამრავლებისკენ და ოჯახის არ შექმნისკენ. ანუ ეს ხო რაღაცა აბსურდი არის. მაგრამ როგორ და არ ამგონია რომ რომელიმე თუნდაც მათ აი ამ პროპაგანდისტულ არხებზე შემსხდარ ხალხს მაინც ეს დასაჯერებლად ეჩვენებოდეს. დასაჯერებლად თუ ადამიანები ოჯახს არ ქმნიან იმის გამო რომ ვიღაცა იდეოლოგიის რომელიღაცა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არის. არა, პირიქით, შენ კითხა. არა, ხო, არა, ეს აი მეც ეგ თემა მინდა რომ აუცილებლად დავაკომენტარო, იმიტომ რომ მართლა გიორგიმ როგორც თქვა, ჯერ აქ ვიხსნან რა არის ეს გენდერულ იდეოლოგიაში რას გულისხმობენ. თუ გენდერულ იდეოლოგიაში გულისხმობენ იმას, რომ ქალი და კაცი უნდა იყოს თანასწორი, მაშინ თქვენ პირდაპირ ხო აი რას გულისხმობენ გენდერულ იდეოლოგიაში, რომელიც გამოაცხადეს რაღაც ფაქტორად დემოგრაფიაში. აი ეგ მაგათ თქვენ მაინტერესებს, იმიტომ რომ კი, ხო, ეს რაღაცა გამოგონილი რაღაც არ ვიცით, ხო? მე ვიცი მაგალითად თანასწორო თუ იდეოლოგიას და თანასწორობის მოთხოვნა. ეხლა მეორე, მართლაც გიორგიმ როგორც თქვა, რამე კავშირი თან აბორტს რო დააკავშირეს, სავსებით არასწორია დემოგრაფიის და აბორტის კავშირში განხილვა. ისტორიულად ყოფილა ეგეთი ბევრი ცდელობა ხელისუფლებების მიერ დემოგრაფიული ზრდის ახალისების აბორტის შეზღუდვით და ყველა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს არ არის არანაირად კავშირში და აი ხა საქართველოს ისტორიაზეც ზუსტად ახლახან ბოლო 10-15 წლის წინ სტატისტიკები გამოქვეყნდა, ეხლა არაერთი გაიხსენა და აჩვენებს, რომ ზუსტად იმ პერიოდებში, როდესაც დემოგრაფიული შობადობის ზრდა იყო, ასევე იყო თურმე აღმოჩნდა მაღალი აბორტების რაოდენობა და ეხლა აბორტების რაოდენობა, როდესაც რადიკალურად შეიძლება არ არის შემცირებული ვიღაცას სხვადასხვა მოსაზრებებით იქნება სარწმუნოების თუ რაღაცა ქალების ჯანმრთელობის მეტად შემცირება უფრო სასურველად მიაჩნდეს. ახლა არის შემცირებული და კობახიძემ როგორც გიორგიკა ძალიან კარგად დაახასიათა, მორიგი ეს რა ქვია წყვილი იკადრა, რომ თურმე პატრიარქის გადაგებებმა შემცირაო თუ ნახსენებო ისო, მაგრამ ეს რა იყოს თუ ფაქტი არის რომ შემცირებულია ახლა აბორტების რაოდენობა, ასევე ფაქტი არის რომ რადიკალურად არის შემცირებული შობადობა და პირველად ვართ ისეთ დაბალ ნიშნულზე, როგორცაც უახლეს ისტორიაში არ ყოფილვართ. ანუ ის თვითონ მათივე ნათქვამი სტატისტიკებიც კი უნდა აჩვენებდეს, რომ აბორტების რაოდენობა და დემოგრაფიული
პროგრესი თუ შემცირება საერთოდ არ არის ერთმანეთთან კავშირში. ამის ძალიან კაფეო ფაქტია, რაც ახლა ვთქვი, რომ ამ წუთას საქართველოში ბევრად ნაკლები აბორტი კეთდება ვიდრე 10 წლის წინ, მაგრამ ამ წუთას საქართველოში ბევრად ნაკლები ბავშვი იბადება ვიდრე 10 წლის წინ. ეგ ერთი ამბავი. ეხლა და ეს თვითონ ეს დაკავშირება აბორტის და დემოგრაფიის არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი. ეხლა ჩვენ ვიცით რაღაცა დროებით ამ აბორტის შეზღუდვის შემთხვევით თქვა აი რუმინეთის მაგალითი არის მრავალხის შესწავლილი გაანალიზებული და დოკუმენტირებული, რომელშიც ხო აი ეს აბორტი რო შეზღუდა ჩაუშკეს რეჟიმმა ბევრი სხვა მართლა მონსტრული შეზღუდვა შემოაყოლა იმას. ქალები მართლა ფაქტიურად ქალებს უყურებდნენ როგორც ბავშვების ფერმას, იქ საოცარ დამწე ყოველთვიური გინეკოლოგიური შემოწმებები ქალებს და ბევრი არც მინდა ეხლა ჩამოვთვალო რამე იდეები არ მივაწოდოთ ამასობაში, მაგრამ თუ რამე მცირე დემოგრაფიული ზრდა დაემთხვა, თქვათ იმავე რუმინეთის ისტორიაში აბორტის შეზღუდვას, ეს აბორტის შემცირებას კი არ დაემთხვა, არამედ დაემთხვა ძალიან იმას, რომ ეს აბორტის შეზღუდვა იყო კიდევ ბევრი სხვა ძალიან ესე იგი ადამიანის უფლებების შემლახავი და ქალების პირველ რიგში უფლებების შემლახავი ბევრი სხვა შეზღუდვის ნაწილი და მეორე აქვე ვთქვათ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკვე ქვეყნების ძალიან ბევრი ქვეყნის სტატისტიკა და გამოცდილება აჩვენებს, რომ აბორტის ლეგალური აკრძალვით აბორტების რაოდენობაც კი არ მცირდება, არა თუ დემოგრაფია არის ზრდება, არამედ უბრალოდ ეს არის წახალისება იმისა, რომ აბორტები გადაინაცვლოს იატაკქვეშ, წახალისება იმისა, რომ ვისაც უფრო შეძლებული ეკონომიკურად უფრო შეძლებული მდგომარეობა აქვს, იმან სადღაც სხვაგან იმოგზაუროს, აბორტის ტურიზმის ისტორიები ვიცით ჩვენ ამერიკის მაგალითზე და ასევე სხვა ქვეყნების მაგალითზე. რეალურად აბორტის ლეგალური აკრძალვა რასაც აკეთებს, ეს არის ის, რომ ღარიბ ქალებს აიძულებს იატაკქვეშ აბორტებიან, რაღაცა არაუსაფრთხო თვით წამოწყებულ აბორტებს მიმართონ, ხოლო შედარებით შეძლებულ ქალებს აიძულებს, ვისაც აქვს ამის ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ სადღაც გაემგზავრონ. ესეც გვინდა, ანუ ბევრი სხვადასხვა რაღაცა, რომელსაც ეს სრულიად პროპაგანდისტულად და დემაგოგიურად ცდილობენ, რომ ერთ რაღაცაში მოხარშონ. ხა სულ სხვა საკითხია, როგორ უნდა ვილაპარაკოთ დემოგრაფიაზე და აგერ თქვი არის პრობლემა თუ არ არის პრობლემა დემოგრაფიული შემცირება, დემოგრაფიული შემცირება ახლა მარტო საქართველოს არ უდგას და მთელ მსოფლიოს უდგას და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორია, მაგრამ აქაც იმდენი ტყილი შემოაყოლეს ამ საკითხს, ხო? და ამისი აბორტებთან დაკავშირება არის სრული შეცდომა, მაგრამ გენდერულ იდეოლოგიაზეც მინდა რა, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა, რომ ხო, მთელ მსოფლიოში არის და დღეს ახლა რაღაც ახალ კვლევრები უყურებენ, რომ ახალი ეტაპი დადგა დემოგრაფიული შემცირების, ხოლო ჩვენთან არა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოიკვლიონ ჩვენთან დემოგრაფიული შემცირების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები რა არის, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება ეს სოციალური ფაქტორები ახალგაზრდებს არ აქვთ საცხოვრებელი შესაძლებლობა, არანაირი უსაფრთხოება მომავლის შესახებ, მაგრამ აქ შეიძლება იყოს რაღაცა, იდეოლოგიას თუ დავარქმევთ, რაღაც სოციალური ნორმები იცვლება, რა თქმა უნდა, თანამედროვე ადამიანს მეტი პრეტენზია, მეტის უზრუნველყოფა უნდა შვილისთვის, ხო? ეს ძალიან ბუნებრივია. ხო, თუ ჩვენ შევხედავთ ახლა რაღაც აგრარულ საზოგადოებებში, სადაც ბევრ ბავშვს აჩენდნენ, იქ ბავშვებს აჩენდნენ როგორც შრომის ძალას, როგორც რაღაცა უსაფრთხო და ასე ძალიან ბევრი სხვადასხვა შემთხვევა. არ ვიცი, ამ იდეოლოგიის დაბრუნება უნდათ თუ რა უნდა. დღეს თუ იდეოლოგიას ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი შეიძლება არ ვიცი იდეოლოგიას დავარქმევთ თუ რას დავარქმევთ, თანამედროვე ადამიანების ხედვაში ბავშვის გაჩენა ის კი არ არის, რომ რაღაცა ახლა ყანაში კიდევ ერთი თოხის დამჭერი მეყოლება, ან მართლა გავყიდიან, არამედ ბავშვის გაჩენა არის პასუხისმგებლობის აღებასთან.
პასუხისმგებლობის აღება, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის აღებასთან და ასევე არის ბავშვის გაჩენა გულისხმობს იმაზე ფიქრს, რომ რის უზრუნველყოფას შეუძლებს ბავშვისთვის მომავალში, ხო და ამის გამო დიახ, მთელ მსოფლიოში ნაკლები ბავშვს აჩენენ წყვილები და ბოლოს ძალიან ბევრი ვლაპარაკე, კიდე ერთი მინდა. აი ახლა გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევები არის და უყურებენ საქართველოს მონაცემებიც არის იქ შეტანილი და რასაც ჩემს მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს სასურველი ბავშვების რაოდენობასა და რეალური ბავშვების რაოდენობას შორის. ანუ კი ადამიანებს უნდათ რაღაც რაოდენობის ბავშვები და ეს რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე შეიძლება რაღაც ადრინდელ საზოგადოებებში აჩენდნენ 7 და 8-ს. სასურველი, მაგრამ მასობრივად ძალიან ანუ თითქოს 3%-ში არ არის მხოლოდ განსხვავება, მე მგონი აი ამ სასურველს და რეალური ბავშვების რაოდენობას შორის. და საქართველოშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია სასურველი ბავშვების რაოდენობასა და რეალური ბავშვების რაოდენობას შორის განსხვავება. აი ეს განსხვავება არის აქ მთავარი იდეოლოგიას რომ ვობენ. ფაქტი ის არის რომ ადამიანებს უნდათ რომ ყავდეთ მეტი შვილი, მაგრამ ბევრი სხვადასხვა მოსაზრების გამო, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, იმასთან, რომ მათთვის მომავალი არანაირად არ არის და უსაფრთხოება გარანტირებული და არც ის არის გარანტირებული, თვითონ რით ირჩენენ თავს ხვალ და მით უმეტეს რის რა განათლების მიცემა შეძლებენ ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემა თუ დაუდგა ამ ბავშვს, რის უზრუნველყოფას შეძლებენ და რა ვიცი, ახლა ამ ჩამოთვლას არ გავაგრძელებ. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ნაკლებ შვილს აჩენენ, ვინდრე ენდომებოდათ რომ გაეჩინათ. ბოდიში ძალიან გავაგრძელე მან პასუხისმგებლობა ის ბავშვის გაჩენა სამი შვილის მამაზე ცოტა ხნის შეეძინა მესამე შვილი და ნამდვილად არის პასუხისმგებლობა ეგრე რომ გისმენთ. კიდე ბევრი საკითხი რომელიც ფიქრობ რომ ამ პოდკასტში კარგი იქნება თუ დავფარავთ, მაგრამ მატყობინებენ რომ არ ვიტყვი ვინ მატყობინებს მერაბ ქართველიშვილი რომ არის შემოსული კითხვები, რაც ფრიად სასიხარულო რომ არის კითხვები და ასევე თან მაყურებელს მოუწოდებ რომ გონი ჩემს თავზე უნდა იყოს QR კოდი რომ დაასკანეროთ, ნახოთ თუ უფრო მეტი ინფორმაცია მოძრაობაზე, დაგვისვათ კითხვები, თუ კი სურვილი გაქვთ შემოგვიერთდეთ, თუ კი უფრო მეტი სურვილი გაქვთ კიდე შემოგწიროთ კიდეც და ხო მგონი შეგვიძლია მოვისმინოთ კითხვები და ვეცადოთ მე მაგის მიხედვით გავაგრძელოთ ჩვენი ეპიზოდი, მაგრამ მგონია რომ ასევე აი 17 მაისის კონტექსტშიც რაღაც მომენტში ვფიქრობ აბორტის თემას რომ მოვწროთ, კიდევ ერთხელ უნდა დავბრუნოთ, მაგრამ რადგან გასაგებია მიზეზი რომ ეს ტრავმაც რაც ვახსენეთ, უფრო მეტად აი იმ 13-14 წლების გამოცდილებებს უტრიალებდით ძირითადად და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რომ ამ კონტექსტები, ანუ დიდი დრო გავიდა, 12 წელი და მეტია გასული, ხო და ამ პერიოდში ფაქტობრივად ქართული ოცნების მრავალი სახისცვლილება ვნახეთ და აი ამ სახისცვლილებებში მგონია რომ საჭირო არის ამ დღის მნიშვნელობის განმარტება დღევანდელ კონტექსტში დანახვა, კიდევ მეტად თვითონ ქართული ოცნების რიტორიკაც პრინციპში უნდა ითქვას, რომ სექსუალური და გენდერული უმცირესობების მიმართ საკმაოდ ძიმედ იცვლებოდა, ხო, ხან სუბუქდებოდა, ხან ძიმდებოდა, მაგრამ ყოველთვის ყოველთვის ამ პერსპექტივიდან ნამდვილად მაქვს ის განცდა, რომ სულ რომ ხვალ შემსუბუქდეს მათია ეს ტირანული ხედვა და მათ შორის ეს გვაქვს ხო დაკანონებული გვაქვს ჩვენ ფაქტობრივად რაღაც უმცირესობების აკრძალვა კანონმდებლობაში გვიწერია, რომ ფაქტობრივად ამ ადამიანებს ლაპარაკის უფლება უნდა წაერთვათ, შეკრების, მანიფესტაციის, თვითგამოხატვის, არსებობის, მაგრამ სულ რომ ხვალ შემსუბუქდეს ქართული ოცნების აი ეს მიდგომა, ის მაინც დარჩება ჩემთვის როგორც ჰომოფობიის განმასხეულებელი პოლიტიკური პარტია. სულ რომ ხვალ მართლაც პეპლებზე და ჭიაღუებზე დაგვიწყოს საუბარი ისეთი რაღაცა გაცისკრონებული სახით, ხო? ანუ ამის მიუხედავად არტყელებზე. კითხვას ორი კითხვა შემოსული და ორივეს ვიკითხე, მაგრამ ეხლა მგონი ჩემი ხმა ძალიან ისმის და შევეცდები რომ ისმოდეს. ხო, ორი კითხვა, ერთი ეს არის თქვენ რა პოლიტიკებს გაატარებთ კონკრეტულად ოჯახების საჭიროებებისათვის და ოჯახების გასაძლიერებლად.
და მეორე კითხვა ეს არის რომ ხელისუფლება სპეციალურად აგდებს რეპროდუქციული უფლებების თემას, ხალხი კონსერვატორულია და თქვენ რომ ამ უფლებებს იცავთ, სისტემა მარტივად გფუთავთ ხალხის მტრებად. და ამით იგებს არჩევნებს. ხო არ გამოდის რომ ყოველ ჯერზე მათ მოედანზე ვთამაშობთ და სათყვარავს ყლაპავთ და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს რომ როგორ უნდა დავუწყოთ ადამიანის უფლებები ისე რომ ქართული ოცნება არ გავაძლიეროთ. მაგრამ ეს მიკროფონი არ მოშოდა წყვილად ვაპარაკე ამდენი. ხო გავიმეორო კითხავი. მეგონი გაიგებდი და იცი რა თქვი ასევე აი ამ QR-ზე არის გაზეთის კითხვა, რიცო უკავშირი დაგვიბრუნა და ეგეს თხოვნა. ინკოგნიტო ადამიანი მატყობინებს რომ ამ QR-ზე არის გაზეთის კითხვარი და თხოვნა რომ ეგეც შეავსოთ. კითხვები იყო ერთი რომ როდესაც ჩვენ როგორც მოძრაობა თუ როგორც ინდივიდები მათ შორის ვსაუბრობთ აი ამ საკითხებზე, რაზეც დღეს ვლაპარაკობთ, ეს ხომ არ არის ქართული ოცნებისთვის ერთგვარი პასის მიცემა იმისთვის, რომ მან კიდევ ერთხელ მოახერხოს ის, რომ ხალხის მტრად მოგნათლოს, რადგან დათქმა ამ კითხვაში იყო ის, რომ ხალხის უმეტესობა კონსერვატიულად არის განწყობილი და პირველი კითხვა იყო ის, თუ ჩვენ როგორც მოძრაობა რას გავაკეთებთ ოჯახების პრობლემების აღმოსაფხრელად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხრელად. ხო, ამ ბოლო კითხვაზე, მეორე კითხვაზე კი და პირველზე რაც თქვი, მაგაზე ძალიან მინდა მე გამოხმაურება თუ არ მიწყენთ რა, ვისარგებლოთ ჩემი ამ მოდერატორის იმით, რა ქვია, პრივილეგიით, რომ მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია ზოგადად, როგორ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე, ხო? ანუ და მოძრაობაშიც ბევრი გვიმშელია რა, როგორ არ არის მარტივი ესე ყოველ ჯერზე აწონ-დაწონო მათ შორის, პრინციპები გაქვს, რაღაცა ხედვები გაქვს და ყოველ ჯერზე იმ დათქმით იოპერირო, რომ ეს ქართული ოცნებისთვის ხო არ იქნება საკბილო და რაღაც მომენტებში მუდმივად აი ამ დათქმით ისაუბრო, ხო? გონია რომ ეს დათქმა საჭიროა ოღონდ თავისთავად, შენ თუ არ გაქვს გაანალიზებული და გააზრებული ის თუ ვის მაშვები ეპაექრები და არ ყავს შეფასებული სწორად, აუცილებლად რაღაც მომენტში მუდმივად დამარცხებული გამოხვალ ამ პროცესიდან, მაგრამ ამავდროულად არც იმას უნდა ნიშნავდეს ეს, რომ საკუთარი სათქმელი გადაასხვაფერო, ან არ თქვა იმისთვის, რომ საკბილო არ მისცი და აქვე ვიტყვი, რომ ქართული ოცნებისთვის დღეს უკვე ეს კითხვა, აი 3 წლის წინ კიდევ უფრო მეტად ისეთი დამაფიქრებელი შეიძლება ყოფილიყო. დღეს უკვე ქართული ოცნება არერიდება, რომ ნებისმიერი თემიდან საკუთარი საკბილო შექმნას, ისე რომ აღარც კი შეფუთოს ოღონდ. ანუ აი ამ რაღაც შეფუთვის მასალა ფაქტობრივად ჩამოიწმინდა, უბრალოდ ამბობს იმას, რაც უნდა, როგორც უნდა, რა სიტუაციაშიც უნდა და ასეთ მომენტში მგონია, რომ პირიქით უკომპრომისოდ უნდა ვილაპარაკოთ იმ სიმართლეზე, რა სიმართლითაც მოძრაობა მათ შორის დაფუძნდა, ის რომ თანასწორობა არის ამოსავალი პრინციპი ამ მოძრაობაში თითოეული წევრისთვის, ამ მოძრაობის არსებობის და შესაბამისად ის ხედვა სოციალური მიმართულებით იქნება თუ ნებისმიერ ასპექტში, რომელსაც ხედავთ ამ ქვეყნის მომავალს, არის ასევე თანასწორობაზე დაფუძნებული და თავისთავად იქნება დიდი ტყუილი თუ კი ვიტყვით, რომ ჩვენ თანასწორობის შენებას დავიწყებთ მას შემდგომ, როდესაც ჩვენ აღარ გვეყოლება ისეთი მოპაექრე, რომელსაც ჩვენზე მეტი ძალაუფლება არ ექნება. თანასწორობის შენება უნდა დავიწყოთ იმ წამი და რა წამსაც შეგვიძლია და ამიტომ ჩემი კითხვა ამ პასუხზე იქნებოდა ის, რომ თუ კი ქართული ოცნება ჩვენს ამ საუბრებს და ამ მსჯელობას იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას რაღაც მომენტში ჩვენ როგორც მტრებად ისე მიაწოდოს ჩვენი თავი, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, ვინ არის რეალური მტერი ამ ქვეყანაში, ხო? ქართული ოცნება, მათ შორის აი ამ თემას დაუბრუნდები თვითონ რაზეც ვსაუბრობთ, 17 მაისის თემას, ბევრნაირი რიტორიკით მოხდა საუბარი, რატომ არის 17 მაისი ერთი მხრივ ღირებულებების დაცვის დღე, ტრადიციების დაცვის დღე და გიორგი მას ახსენა, ხო, ტრადიციების, რომელიც რაღაც მომენტში ვერც კი ვხვდებით საიდან იწყება, ეროვნული ღირსების დაცვის დღე, ბავშვების დაცვის დღე, მრავალი სახელდება მიეცა ამ დღეს და დაუფიქრდეთ. თუ კი მე, როგორც თათია დვალი, ვარ მტერი საზოგადოების როგორც პირობითად ამ რიტორიკას რო გავყვეთ, როგორც ადამიანი, რომელიც ბავშვების უფლებებს არ იცავს. და ამ დროს ფაქტია, რომ ვარ წინააღმდეგობაში ქართულ ოცნებასთან, რომელიც აგერ გოტამახსენა 2 წამის წინ მარტო დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ქართული ოცნება ყავს, როგორც პირდაპირ ძალაუფლების განმახორციელებელი, რომელიც
იმდენ პასუხისგებლობასაც კი არ იღებს, რომ დაელაპარაკოს მშობლებს, რომლებიც წამალს ითხოვენ ბავშვებისთვის. ეს ბავშვების დაცვა ვერ გავიგეთ უკვე, ხო? არ ვიცით, რა კონტექსტში არის ბავშვების დაცვის დღე ქართული ოცნების მხრიდან აი ეს. მეორე ღირებულებების დაცვაზე როცა ვლაპარაკობთ, რა ღირებულებებს გვთავაზობს მმართველი პარტია, რომელიც ღირებულებად, რასაც გვაწვდის, არის სიძულვილი. ანუ რაზე შეიძლება იდგეს მმართველი პარტია, რა უნდა გააკეთოს მან, იმისთვის რომ მოახერხოს, რომ მისი ღირებულება რაღაც მომენტში, რომ სიძულვის დაამყარა, იყოს რეალური ღირებულება საზოგადოებაში. ახლა ზუსტად ასეთ დროს უკან არ ვიხევთ არც ერთ მომენტში და ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები და მესამე პუნქტი თუ მეოთხე რომელიც იყო ეს რა ქვია ღირსების კი არა და რაღაც ქართული მიწაწყალი და აი ამ დაცვის ნაწილი ხო რაც თითქოს ქვიარ ადამიანები და დანარჩენი საზოგადოება ერთ-ამ ქვეყანაში ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდეს. პირიქით, რასაც ვხედავთ ამ ქვეყნის რეალობაში არის ის, რომ თუ კი ვინმე ებრძვის ამ ქვეყანაში რაიმე ტიპის სტაბილურობას, მათ შორის თუნდაც სტაბილურად ტყის ქონას და იმის ცოდნას, რომ დღეს რო ტყე არის შენ სახლთან, სოფელში, ხვალაც იქნება ეს ტყე არის ქართული ოცნება, ამიტომ რა იმ ხალხს რომელიც გვისმენს და ფიქრობს რომ რადგან ქვიერ ადამიანებზე ვსაუბრობთ, თანასწორობაზე ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ, ამიტომ ვართ ამ ქვეყნის მტრები, ვეტყოდი იმას რომ ყველაფერი ის, რასაც ახლა თქვენ გიჯერათ და რატომაც გონიათ რომ ვართ მტრები, არის ზუსტად ამ ქვეყნის მტრების მიერ შთაგონებული ცოდნა ყველა იმ წყაროდან, რომელიც სამწუხაროდ ძალიან უხვად აქვს ქართულ ოცნებას და ალბათ მექნება დიდი ხანი სანამ მას აქვს ეს ძალაუფლება, ხო? კაი, ეს მინდა და მე ამ კითხვაზე რაც მეთქვა კი. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა ილაპარაკო ქართული ოცნებისთვის აპრიორი ხარ მტერი. ანუ თუ მათიანი არ ახარ და მათი პარტიის ან სატელიტი ორგანიზაცია არ ხარ მტერი, ანუ აქ მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა ილაპარაკო, იგივე რომ გაიმეორო, რასაც ეგენი იძახიან, მაგრამ თქვა რომ არა ვარ მათი გაემიჯნო მათ, მომენტალურად მტერი ხარ და ამაზე წარბი არა უტოკოდებათ ისე გამოგაცხადა. მეორე, აი ზუსტად ის რომ ვინც ანუ ქართული ოცნება კარნახობს დღის წესრიგს როდესაც შენ იძულებული ხარ რომ აი ვაიდა მტრად არ გამომაცხადოს ან საქართველოს მოსახლეობა კონსერვატორია ჯერთი არ ამგონია რომ ეგრე იყოს და ვინ დათვალა ყოველთვის რომელი წამყვანი იდეოლოგიაც არის და ვინც კარნახობს იმ იდეოლოგიას იმ ორიენტაციის არის პოლიტიკურად მოსახლეობის უმრავლესობა ნაცისტურ გერმანიაში 98% ნაცისტი იყო და 5 წლის შემდეგ ყველა ანტიფაშისტი გახდა. ანუ ეს არის რეალობა. რომელი ძალაც არის გადამწყვეტი და შეუძლია ეს თავს მოახვიოს, ის ხდება ანუ მათი დამახინჯებული იდეოლოგიას ხوار არა, მისი თქმა მინდა. მე სწორედ მაგისი თქმა მინდა, რომ ხო აი ეგ არის. ისინი გვეუბნებიან, რომ აი ქართველი ერი არის კონსერვატორი, ვინ ახსნა რომ კონსერვატორი, ჯერ ეს კონსერვატორიზმი რა გახდა? რაზეა ლაპარაკი, რა მოიგონეს? რა არის საერთოდ გაგებაში რო არ არიან სიტყვა კონსერვატორის არსებობს, მე მიწევს ხოლმე ახსნა განმარტება და კონსერვატიზმის დაცვა აი ამ ბარბაროსებისგან, ამ ვანდალებისგან. მეწოდება კონსერვატიზმი, რომ ეს არის პოზიტივის და იმედის და აი ამ რაღაცა მაჯლაჯუნობის განსახიერება და ბრბოს იდეოლოგია. ეს არ არის კონსერვატიზმი. კონსერვაცია ნიშნავს ღირებულებების მაღალი ფასეულობების, კაცობრიობის მიერ შექმნილი მაღალი ინტელექტუალური და კულტურული ფასეულობების დაცვას. და არა იმას, რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია და ამ ბოდვებს, ამ სამარცხვინო ბოდვებს. ჯერთ ქართული ოცნება, რომელიც ერთადერთი საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი არაფერი სხვა, deep state კი ბატონო, ხო? და deep state-ის მიერ მოხეული დაპირება, რომ კაცს არ გავათხოვებთ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო გამოსვლა, ხო? გვაიძულებენ რომ კაცს სქესი არ უნდა კონდეს და არ ვიცოდეთ რომელიც სქესი გვაქვს. ეხლა ბიძინა ივანიშვილი თუ არ გვიტყრა რომელიც სქესი გვაქვს, ვერ გავიგებთ ისე, ხო? და deep state თუ აგვეგრძალავს რომ ანუ დაგვიწესებს კიდე სქესებს, ხო? ანუ მეტი სათქმელი მათ არაფერი არ აქვს. აი ამას არაფერი საერთო კონსერვატიზმთან არ აქვს. ეს არის პრიმიტიული ფაშიზმი. ნეო დავარქვათ, პოსტფაშიზმი დავარქვათ, ფარაიტი დავარქვათ თუ რა, მაგრამ რაც შეეხება კონსერვატიზმს
და მე მარცხნივ მიწევს კონსერვატიზმის დაცვა, იმიტომ მართლა მეწოდება. იქ ძალიან ბევრი ფასეულობა არის კონსერვატიზმში. სწორედ ეს არის გადამეტებულათაც კი აი ამ ფასეულობების და კულტურული ფასეულობების და ინტელექტუალური ფასეულობების დაცვა. ვერ დამისახელებენ ერთ კონსერვატორ იდეოლოგს ედმონდ ბერკიდან დაწყებული დღემდე, რომელსაც სხვა აზრი ქონოდა. და ესენი ამათ არაფერი ეს არის ბრბოს манипуляტორული, ფალსიფიკატორული ტყუილების სიცრუის პროპაგანდა და მეტი არაფერი. რისი კონსერვატორი მყავს ეს შავლო არამიშვილი და მთელი ეს რაღაცა გაუგებარი არსებების დაკომპლექსებული ტელევიზიები და პროპაგანდისტები კიდე რაღაცა გაურკვეველ ნოეს კიდობანებში რო შედან და აი რაღაცა მართლა აი გამოქვაბულის ადამიანების განსახიერებას რო წარმოადგენენ ვიზუალურადაც კი ნება კითხვის ავტორთან ასევე თუ ექნება სურვილი შემოვიდეს დისკუსიაში და თუნდაც ჩვენი პასუხი მისთვის რამდენად მისაღები იყო ან ასე შემდეგ კიდევ არ მოერიდოს კიდევ ერთხელ უკავშირის მოწოდებას ერთ-ერთი კითხვა იყო ესე იგი თუ გინდათ ამ კითხვასაც გამოეხმაუროთ კიდევ ერთხელ აი გიორგი რა თქვა ძალიან მოკლედ ვეცდები რომ აი წეღან გოტასთვის მინდოდა მე თქვა რა ეგეთი შტაბ-ჭრებაში შევქმენი გამომესწორებინა და ეხლა მაქვს საშუალება რომ იქ როცა ვამბობდი მე რომ მართლა ოჯახის სიწმინდის დღის გამოს და არ ქვია ამას ჰომოფობის მარშ მეთქი აი იმას კი არ გულისხმობდი რომ როგორც რაღაცა კარგს შევხედოთ მეთქი მაგრამ ზუსტად აი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გიორგი ეს გააჟღერა აი ეს დაშვება რომ ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კონსერვატორია რაღაცა უშინა არსოა ჩემთვის რა აზრი გარჩე რას გულისხმობთ ჯერ ერთი მართლა გიორგის აზრს გავაგრძელებთ რომ ქართული ოცნება რომელიც ხალხს უხდის ფულს იმაში რომ Facebook-ზე მათთვის მიუღებელ პოსტებში გინებები წერონ ამისი მთელი მართლა ტროლების ფაბრიკები აქვთ რომ ქართული საზოგადოების საჯარო სივრცეში მაქსიმალური ბირწილში სამმართველოს იმაშება რა ქვია ფუძნებს რომელიც ამის მონიტორინგს ახლა სამმართველოს აფუძნებს რომ შნა დაამონიტორინგოს და ჩვენ ხო ვიცით რომ მართლა ფულს ხარჯავენ იმაში რომ იქ შესეული ყავდეთ ხალხი რომლებიც ყველა მათთვის მიუღებელ აზრს აი რო არ გამიგია სიცოცხლეში ეგეთი უხამსობებით აგინებენ და ამაში ფულს ხელფას უხდიან ხალხს ხო რა იმაზეა ლაპარაკი თვითონ ეგ ხა ვინმე შეიძლება თქვას რომ ცირსამბა მაგრამ მე მახსოვს ისა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ძალიან კარგი მონაცემები მაგაზე რომ მაგათი ტროლ ფაბრიკები როგორ მუშაობს მაგრამ ეხა კონსერვატორი აი მე წეღან მაგიტო ვთქვი რომ ცოტა მე ვფიქრობ რომ ძალიან არ უნდა ჩავყვეთ აი წეღან სპეციალურად არ ვახსენე სიტყვა ეს პერფორმატიულობა 2013 წლის 17 მაისზე რომ რეალურად ეს პოლიტიკა აი ეს პოლიტიკური ჰომოფობია ხო როგორ მუშაობს რომ ეს არის რომ დაგანახონ რომ აი აქ რაღაცა ძალიან დიდი შავი ძალა ბუყბუყებს და მე მართლა ვფიქრობ რომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს ამაზე ადრეც ბევრი ვილაპარაკია და ისე გვავიმეორებ რომ ჩვენ როდესაც ჰომოფობიაზე ვლაპარაკობთ და ამის პრობლემურობაზე ვლაპარაკობთ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ ჩვენ საზოგადოება დავყოთ ჰომოფობებად და არა ჰომოფობებად და რაღაცა ჰომოფობიასთან ბრძოლა არ არის ადამიანებთან ბრძოლა საზოგადოება ერთად იზრდება და ერთმანეთისგან სწავლისგან იზრდება და ჰომოფობია როგორც პრობლემა არის არა ის რომ ვიღაცა ადამიანები ცუდები არიან საზოგადოებაში ჰომოფობია არის სტრუქტურული პრობლემა და ამას ძალიან მნიშვნელოვანი და მე მაგალითად მქონია შემთხვევა რომ რაღაცა არ ვიცი ხა ეს გულახდილობის დრო არის თუ არა მაგრამ ვიღაცას უთქვამს რომ იცი რა რაღაცა შენ ისეთი თქვი რომ არა ან მიზოგინიური ან ჰომოფობიურია და გავასწორებ ეხა ხო მქონია ეგეთ შემთხვევა იმას კი არ ვამბობ რომ აიმე მე თუ მითხრეს ესე იგი ყველა მაგაზრით არ ვამბობ უბრალოდ სხვა რამეს ვამბობ რომ ეს სტრუქტურული პრობლემურობა ამის იმას ნიშნავს რომ ეს მთელი საზოგადოების სტრუქტურული მახასიათებელია და არა უბრალოდ ვიღაცა ცუდი გაუნათლებელი ადამიანების ნაწილის და მეორე რაც მინდა ვთქვა რომ აი ამ კონსერვატიზმის დაშვებაზე როცა ვლაპარაკობ ჩვენ მოსაყოფში არა მე
ვფიქრობ, რომ ამას უნდა უფრო თამამად შევხედოთ თვალებში და მართლა დავუშვათ კითხვა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ საზოგადოებაში ქალების უფლებების მიმართ, ქვიარ ადამიანების უფლებების მიმართ დადებითი განწყობები იზრდება და როდესაც გენდერულ იდეოლოგიაზე გველაპარაკებენ და გვეუბნებიან ეს უნდა აკრძალოთ, რეალურად თუ შევხედავთ, ეგ არის აი ვიკომ რომ ჩემი დებატები ახსნა, იქ რას მეუბნებოდა რაღაცა რაღაცას იქ ერთ-ერთი ოპონენტი რაღაცა გრაფიკებს მაჩვენებდა, რომელი გრაფიკებიც სინამდვილეში იმას აჩვენებდა, რომ აი დასავლურ საზოგადოებებში ნაკლებ ადამიანს ეშინია თქვას თავისი განსხვავებული სექსუალობის შესახებ. მეტი ადამიანი არ ფიქრობს, რომ ვიღაცას უნდა გამოეკიდოს, დაჩაქროს და გარიყოს სექსუალური ნიშნით ან სქესობრივი განსხვავების გამო თუ ასე შემდეგ და ესენი რეალურად როცა გვეუბნებიან რომ ამას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მაგას გვეუბნებიან პირდაპირ ამას შევხედოთ. გვეუბნებიან რომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ადამიანებში ასე ვთქვათ, გამოაღვიძებს სამართლიანობის იმ ბაზისურ გრძნობაზე დაფუძნებით თანასწორობის იდეებს, რომელიც ადამიანებს დაანახებს, რომ რაღაცა რაც ასე რომ ვაკეთებდით, თურმე ყოფილა უსამართლობა, ის რომ ქალები მაგალითად საქართველოში ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებენ იმავე ტიპის შესრულებულ სამუშაოში, ვიდრე კაცები, რომ ეს რაღაცა ბუნების წესრიგი კი არ არის უსამართლობა, ის რომ ქვიარ ადამიანებს ქუჩაში უსაფრთხოდ გავლის ფუფუნება შეიძლება არ კონდეთ და მასობრივად იმიგრაციაში უწევთ უკვე გაქცევა ამ პოლიტიკის პირობებში განსაკუთრებით, რომ ეს არის უსამართლობა. Რასაც გვეუბნებიან ამ გენდერული იდეოლოგიის სახელით, გვეუბნებიან, რომ ვაიმე, ეხა ხო, სხვადასხვა კონსერვატორებზე, აუ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ძალიან კონსერვატორებზე მინდა რა ვთქვა, რომ ეხა არავოცნების მარტო არამედ ყველა სხვა კონსერვატორიც გამოლაგდა და ამბობდა, რომ აიო, კონსერვატიზმაო, კარგი ჭეშმარიტება და გვანახაო, რომ სადმეო თუ ღობეაო, იმ ღობეს არ უნდა ეძგერო და მოანგრიო, იმიტომ რომ ის ღობე ესე იგი საჭირო იყოო. და ნახეთ ეხა თითქოს რაღაცა საღაზრს ამბობენ, რომ ღობე თუ არის, მაგრამ ამას შეხედეთ ხო, ჩვენ მაგას ვამბობთ, ვინც თანასწორობის ვიძრო. რა თქმა უნდა, ის ღობე იქ საქმეს აკეთებდა იმისას, რომ ვიღაცა წვერში ყოფილიყო, გამდიდრებულიყო, ყოლოდა ბატონი, ხო, ღობეები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომელზეც კონსერვატიზმის სახელით გვეუბნებიან, რომ რატოშლითო იყო ღობე ბატონყმობის სტატიამ და ის ღობე, რომელზეც ვლაპარაკობთ, იყო ღობე, რომელიც ქალებს უფლებას არ აძლევდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ეგ ღობეებია, ხო, ზუსტად ის ღობეები, რომლებსაც ჩვენ ოღონდ ესე კი არა, რომ არ ვიცით რას აკეთებდა და ვეძგერეთ და ვანგრევთ. არამედ ვიცით ზუსტად რას აკეთებდა და ვიცით რომ ამ ღობეების გამო უზარმაზარი უსამართლობა ტრიალებს დღემდე. ღობის მიღმა როგორც თამაშენ ბოდიში მორჩა მე მეცარ ერთეული ადამიანები, ვინც რეალურად ხეირობს ოღონდ ამ ღობით, ხო? ანუ შეიძლება ღობის მიღმა ვინც დავჭით იმათ გვაჯერებენ რომ თქვენც ხეირობთ ამ ღობით, მაგრამ სინამდვილეში ვინც არის ამ ღობეში მოქცეული, არის ერთეული ადამიანი, ვინც მართლა ხეირობს მთელი თავისი არსებით ამ იმით და თვითონ მათ შორის ახლა ეგეც ხო, რატო ანგრევთ ამ ღობეს? მათგან მოდის ესეც ხო, რომ მართლა არაფერი წმინდა არც ოჯახი, არც მამული, არც ერთი ცნება რო არ არის მათთვის, საკუთარი მუცლის ამოქოლვისთვის ყველაფერს რო კადრულობენ, რომ ახლა მაინც და მაინც ვიღაცა უსინდისო ემან, რომელიც მე გეძახის უსამშობლო ხარო, კუდიგორას გიჭრის მართლა რაღაცა ქართული იდენტობის ნაწილს, იქ რო ვილაც ამოჭრას და ის ადამიანი გელაპარაკება უსამშობლოობაზე და იქით გამუნათებს, რომ თურმე ჭკუა უნდა გასწავლოს რა არის სამშობლოს სიყვარული. აი სამშობლოს მოძულეები და ეს ცნება რო არ არსებობს მათთვის. არაფერი წმინდა რო არ არსებობს მათთვის. აუ ერთი, კი გოტა, შენ თაგად მოდიოდი თან კითხვით, იმიტომ რომ თან ერთი კითხვა არის, არ დაგვავიწყდა შემოსული, ხო, მაგაზეც და 1 მაისის ღონისძიებაზე შეგვიძლია მოყვეთ, კიდევ ის რო კითხვაა შემოსული. და მაგაზე თუ შეგიძლია, ან კითხვა კი არ არის. ხო, გოტას შეიძლება დაეხმაროს ერთი კომენტარი იყო მრავალშვილიანი მამის, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიდგომა ოჯახის ზრუნვასა და დახმარებაზე სრულიად პოპულისტური
პოპულისტური დამცინავი ფორმებით ხორციელდება. ალბათ სოფლიო რეიტინგის ბოლო ადგილზე ვიქნებით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კუთხით. რეპროდუქციულ საკითხში არანაირი განათლების პროგრამები არ არის. არსებობს ხოლმე ნულოვანი სოლიდარობა და უპასუხისმგებლობა ოჯახების მიმართ. და აქვე ერთი კომენტარი იყო გიორგის, მადლობა რომ კონსერვატიზმი დაიცვა მემარცხენე კაცმა. ხო, ამ კომენტარში მე ვეთანხმები, ხო, იმიტომ რომ რეალურად თქვა ჩვენ ქვეყანაში მათ შორის არც მშობლობისთვის მომზადება არ ხდება ადამიანების და ძალიან ხშირად მომზადებლები ხდებიან და ძალიან ბევრ მერე სურპრიზსაც აწყდებიან ადამიანები. ხო, მაგრამ კითხვა იყო რომ აი ჩვენ თქვათ რას გავაკეთებთ ოჯახების გაძლიერებისთვის და ეხლა ერთი მართლა რა ჩვენ რო გქონოდა მართლა საშუალება ეხლა დღეს ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ ეს დიუშენის სინდრომით დაავადებული ოჯახები და ამას პრინციპში ჯანდაცვის პოლიტიკაზეც არა ლაპარაკი აქ ელემენტარული ემპათია უნდა გააჩნდეს რაც აი რამ გუშინ მართლა სრულად წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ მე მართლა არ მეგონა რომ როგორ შეიძლება და ანუ აი პოლიტიკოს რაღაც საღად მოაზროვნე ადამიანს რომ საერთოდ ეს წამოწდენოდა რომ აი ეგეთი რამე ეთქვა რომ თურმე აი თქვა ის რესურსი რაც სახელმწიფოს გააჩნია იქნებ სხვა რამეში უფრო რაციონალური იყოს იმის დახარჯვა და არა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ანუ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო მიუხედავად აი ამდენი მავნებლობისა ხო რაც ქართულ ოცნებას აქვს და პირადად ირაკლი კობახიძეს გაკეთებული რომ ნუ ეს მართლა რაღაცა ფსკერი იყო ჩემთვის რომ აი ბავშვების სიცოცხლესთან მიმართებით მაინც მეგონა რომ რაღაც ზღვარს დაიჭერდნენ მაგრამ როგორც ჩანს ეს ზღვარიც არ აქვს. მეორე არის მე ზამირ კვეკვესკირი რომ ვახსენე ხო აქაც ხო საცხოვრისის უფლება და ადამიანებს არ უნდა ჭირდებოდეთ თავის დაწვა, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვახსენო ხა პირველი მაისი რადგან თქვი ხო ჩვენი ეკონომიკის სოციალური პოლიტიკა მთლიანად ოჯახების და ადამიანების მხარდაჭერაზე არის ორიენტირებული, მაგრამ მე უფრო უკეთესად შემიძლია ამ შემთხვევაში განათლების პოლიტიკაზე ვილაპარაკო, რაც მართლა არის აი მთლიანად ოჯახების მხარდაჭერაზე მიმართული, ხო, რომ როდესაც მაგალითად აი ბერჯერ ახსენეთ, რომ მე ვთქვათ სამი შვილი მყავს, ხო? იქიდან ორი არის ძალიან მცირეწლოვანი, ასე ვთქვათ და ანუ აი ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი 3 წლამდე ასაკის ბავშვები და ოჯახებს სახელმწიფო არ ცნობს, ანუ არანაირი მხარდამჭერი სერვისი ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეს განსაკუთრებით ქალებს აწვევათ, ხო და ვიცით და მათ ძალიან უშლის მერე ხელს ვთქვათ რეალიზებისთვის, ხო და სარეკლამოს რომ ზრუნვის შრომაზეც გვაქვს პოდკასტი და ეგეც ნახეთ თუ აი ზუსტად ეგ არის ხო და ანუ ამ შემთხვევაში ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ და არც ერთი პოლიტიკური პარტია სხვათა შორის ამ პრობლემაზე სამწუხაროდ არ ლაპარაკობს ხო და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარკვეული ტიპის სერვისები შეიქმნას ისევე როგორც ვთქვათ გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს სკოლამდელ განათლებაში და აქაც ხედავთ რომ გარკვეული ჯგუფები უბრალოდ მოწყვეტილი არიან მაგალითად ეთნიკური უმცირესობები ფიზიკურად ეხა ვიყავით ჩვენ რამდენიმე დღეს წინ პოლნიშში დარბაზის ხეობაში სადაც ვთქვათ იქ რაღაცა RMG-ის მორიგი რაღაცა აქვს განზრახული ბუნების აოხრება ხო და ფიზიკურად ბაღი არ არსებობს იქ ხო ანუ აი რა უნდა გააკეთონ იქ ოჯახებმა და მეორე სასკოლო ან ზოგადად სკოლის და განათლების ფუნქციას ვთქვათ ქართული ოცნება და სხვა პოლიტიკური პარტიებიც განსხვავებულად უყურებენ და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან დიდი სოციალური ფუნქცია აქვს ხო ეხა მაგალითად დღეს რომ ხელმოწერებს აგროვებენ სასკოლო კვების ვთქვათ პროგრამის დასაწყებად და მეც მაგალითად ამაში სისხლი მაქვს ჩანთქეული თითქმის 10 წელია ვლაპარაკობთ რომ სასკოლო კვების პროგრამა დაიწყოს და ეს რაღაცა მართლა ის კი არ არის რაღაცა ფილანტროპია კი არ არის ხო და რა წყალობა ხო არ არის მართლა ხო ამას აქვს ძალიან პრაგმატული ამოცანები მათ შორის აი ოჯახების მხარდაჭერის იგივე შრომითი პირობების გაუმჯობესება რისთვის არის საჭირო ხო და აი გადაცემები იმედის გადაცემები ვახსენეთ ხო და მათ შორის ლევანის გადაცემა და იქ კარგად ილაპარაკა მათ შორის თქვა ჩვენთან რა ტიპის აი სასკოლო კვება რატო არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენთან რითი იკვებებიან ბავშვები ეს არის აბსოლუტურად აი იმპორტირებული ნაგავი რომლითაც თქვა მე ვერანაირ ნუტრიენტებს ეს ბავშვები ვერ ღებულობენ და შემდეგ თქვათ გვაქვს ის ჯანმრთელობის პრობლემები იქნება თუ კოგნიტური მათ შორის და ასე შემდეგ ხო ამიტომ აი ეს ჩვენ ამ პროგრამებს და ამ მიმართულებებს ზუსტად ასე განვიხილავთ და ვფიქრობთ რომ ოჯახებს ძალიან დაეხმარებათ მაგრამ ყველა ვთქვათ მათ შორის
იმ მიმართულებების, რაც 1 მაისსაც გქონდა განხილული, კიდევ უფრო დეტალურად წარვადგენთ საზოგადოების წინაშე, მათ შორის განათლების პროგრამასაც და ასე რომ ზად ვიქნებით, რომ საზოგადოების თქვათ უკავშირებით მოვისმინოთ. მაგაზე დავამატებ გოტარა ხან შენახსენეთ, ისიც საცილო ისე გიორგი მახსენდა საერთაერთი პროგრამა, რომელიც გააშოთ Deep State იყო, ხო და ამის საპირწონედ რატომაც არ უნდა მოვიწონო თავი, ხო, რომ მართლა თავიდანვე რაზე მუშაობას დავიწყეთ, იყო ეს მიმართულება, რომ არ გაგვემეორებინა ის მახინჯი ფორმები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიების მათ შორის, რომელთაც არასდროს არ მიაჩნდათ საჭიროდ, რომ რაიმე პროგრამა რეალური ხედვა უნდა შეემუშავებინათ. და ეხლა გოტამას თქვა, რომ სამომავლოდ გვექნება, ხო, განხილვა ყველა იმ მიმართულებაზე, რაც გვაქვს და მაგაზე ვიტყვი უბრალოდ დამავალეს თამარ, დამავალეს და მაგიტო ამბობ თორე დაკვეთა იყო. მაგაზე ვიტყვი უბრალოდ, რომ 26 მაისს სავარაუდოდ ფიქრობდით, რომელიც გადაგვედო და ალბათ ივნისის თვეში მოვახერხებთ. გადაგვედო ზუსტად იმ შიდა დემოკრატიიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კითხვებია, პასუხები უნდა გაეცეს და მოკლედ ივნისის თვეში გვექნება სავარაუდოდ იმის შესაძლებლობა, რომ აი ეს ხედვები უფრო დეტალურად და ბევრად უფრო ისე ბუკვალურად გავიაროთ დანარჩენ საზოგადოებას და რომელიც წერის პროცესის თავში ასევე იყო ესეთი საერთო პროცესი, იმიტომ რომ აქ მარტო მოძრაობის წევრები არ იღებდნენ ამაში მონაწილეობას და საზოგადოების უკავშირიც ძვირფასი იყო აქამდეც და იქნება სამომავლოდაც თავისთავად. ბოდიში თამარ, ეს სარეკლამო ჭრა დასრულდა. არა, რაცა უბრალოდ მე კი დაგვიწევ არ ვიწყოთ თქო, მაგრამ ესა ამ საოჯახო ოჯახების ხელშეწყობის პოლიტიკაზე ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ყველა სულ სხვადასხვა მიმართულების პროგრამაში, განათლების პროგრამაში, გოტამ როგორც თქვა, ეკონომიკის პროგრამაში იქნება, ჯანდაცვის პროგრამაში იქნება, თუ ყველგან არის ეს სოციალური და ეს უკვე საკმაოდ მომწიფებული ხედვები გვაქვს ჩვენ ზუსტად იმის კონკრეტული ნაბიჯების ჩათვლით იქნება თუ ზოგადი პრინციპების ჩათვლით, რომ ოჯახების ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ზუსტად არის ადამიანების ხელშეწყობა პირველ რიგში, იმის აღიარება, რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ, აი ეს ძალიან ზოგად პრინციპს თუ ვუყურებთ, ოჯახს როგორ გაიტანს ადამიანი, ეს არ უნდა იყოს ან ერთი ადამიანის მარტო ხელმშობლების შეღება, ან წყვილზე მიტოვებული და დაწყებული ბავშვების აღზრდაში დახმარებით და შეწილებით იქნება ეს საზოგადოებრივი სერვისებით, ბაღების განათლების დაფინანსების თუ ჯანდაცვის უფრო სრულფასოვანი დაფინანსების სერვისები და სხვა ეკონომიკური ფასებთან დაკავშირებით იქნება თუ როგორ უნდა იყოს ის, რომ ეკონომიკა მუშაობდეს ისე, რომ ადამიანების საჭიროებებს აკმაყოფილებდეს, ეს ყველაფერი არის ჩვენი ხედვით ის, რაც ოჯახების ხელშეწყობა იქნება. მაგრამ აქვე მინდა სპეციფიკურად დავამატო, ზუსტად უკვე ახსენეს აქ, რომ ასევე საზოგადოებამ და სახელმწიფო როდესაც ხელს უწყობს, ეს საზოგადოება უწყობს, ხო ხელს სახელმწიფო არ არის ვიღაცა ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს სახელით ამ პოლიტიკების დანერგვა არის საზოგადოების მიერ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, იმიტომ რომ პირველ რიგში ზუსტად ეგ გასაკეთებელი, რომ სახელმწიფო იყოს საზოგადოების და არა ვიღაც რამდენიმე მდიდარი ადამიანის და მათი მსახურის მიერ მიტაცებული, რომ ეს რო საზოგადოებამ დიახ ოჯახებს ხელი უნდა შეუწყოს იმაში, რომ გადაინაწილოს ბავშვებზე ზრუნვის ტვირთი იქნება ეს საბავშვო ბაღებით თუ სხვა სერვისებით და ასევე ხელი შეუწყოს უნდა ძალიან მნიშვნელოვნად იმას, რომ ქალებსა და კაცებს შორის ოჯახში მაქსიმალურად იყოს გადანაწილებული ეს. მაგრამ ამის მარტო ეს გამძო, მაგალითად შრომის პოლიტიკა არის ძალიან პირდაპირ კავშირში ამასთან, ხო? რომ იმისაც რომ ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უწევდეს, იმისათვის რომ დეკრეტული შვებულება იყოს სათანადო დანაზღაული, იმით რომ დეკრეტული შვებულება იყოს სათანადო დაფარული, იმით რომ საწარმოო ადგილებზე, სამუშაო ადგილებზე იყოს ისეთი პირობები, რომ ადამიანები ზედმეტად ექსპლუატირებულები არ იყვნენ და აი ესეთი არჩევანის წინაშე არ დგებოდნენ, რომ კარიერა თუ ოჯახი ზუსტად ქალებისთვისაც, კაცებისთვისაც, აი ეს ყველაფერი ძალიან მრავალმხრივი პოლიტიკა არის, რომლის გატარებისაც არის ჩვენი აზრით, ხო, და დროჩა. კი, აი ეგ არის ჩვენთვის, ვთქვათ, მუშათა ბრძოლის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო აი ეს სამუშაო დროის შემცირება, ხო, მაგრამ დღეს ახლა ჩვენ უფრო მეტიც გვინდა, მაგრამ ეს სამუშაო დროის შემცირება მარტო ის კი არა, რომ ნაკლები მუშაობს ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან
ესეთი თამამი არ არის ზუსტად ადამიანური ხედვა იმისა თუ რა არის ადამიანებისთვის ღირებული ცხოვრებაში რომ მათ უნდა ჰქონდეთ დრო ოჯახისთვის ადგილის დასაცმელად უნდა ჰქონდეთ დრო მოცალეობისთვის და უნდა ჰქონდეთ დრო ჯანმრთელობისთვის და ძალების აღდგენისთვის და ეს ყველაფერი არის ოჯახის ხელშეწყობა და არა ის რაღაცა უცნაური ამბები რაც დაგვიანონს ეს. მადლობა თამარ. აი ერთი კიდევ ერთხელ უხილავი ხელი მანიშნებს რომ ნონა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. უბრალოდ აი მინდა რომ გონია რომ საჭიროა და იმიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ბოლო კითხვით აი ამ ჰომოფობიის საკითხს. იმიტომ მაინც გვინდა თუ არა და ზუსტად იმიტომ რომ ინფორმაციულ მიუხედავად იმისა რომ ჭარბი ინფორმაციის მოცემულობაში ვცხოვრობთ საჭიროა საკითხებზე მწირი ინფორმაციის რეალობაში ვართ ხო და ჰომოფობიაზე როცა ვლაპარაკობთ ხოლმე მაინც საბოლოოდ რაღაც მომენტში დაიყვანება რაღაცა ინდივიდუალური პასუხისგებლობის საგანზე ან რაღაც ისეთზე რომელიც არის სენი რომელსაც უნდა რაღაცნაირად უმკურნალო ხო აი რაღაცა ესეთ კონტექსტში ან კიდე ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც ლამის შეიძლება ჩახსნილიც კი იყოს მომენტებში ის თუ როგორ საზრდოობს ის ვისაც ძალაუფლება ამ ჰომოფობიით და მაგაზე ბევრი მიფიქრია ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთ ასპექტს, აი ამ რეალური პრობლემებისა და ჰომოფობიის მასთან მიმართებით, ხო რომ ხომ არ შეიძლება და თუ ვწდები ოღონ თავისთავად აქვე შემისწორეთ, რომ ხომ არ შეიძლება ითქვას ისიც, რომ აი ის რწმენა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კონსერვატორული განწყობებით არის, ასე შემდეგ და ამიტომ ავლენს ამ ჰომოფობიურგან ჯერ ერთი რა კავშირია, ხო? ჰომოფობიასა და ამას შორის ერთი ეს უნდა გაიმიჯოს და მეორე ჰომოფობიური განწყობების სიუხვეც თუ კი ხვდებით, ხომ არ არის მიზეზი ის, რომ ზუსტად იმიტომ რომ ადამიანებს ყოველდღიურობაში უამრავი რეალური პრობლემა აწუხებთ, უამრავ გასაჭირს აწყდებიან და არანაირი უძალოდ არიან დარჩენილები, ფაქტობრივად თვით გამოხატვის არანაირი ფორმა არ აქვთ დარჩენილი და საკუთარ არ ვიცი ხოლმე სიტყვარითი ჩავანაცვლო აგენტობას ეძახიან ხოლმე, მაგრამ მივცილობ ჩავანაცვლო თუ გვისმენს ყობახი და იმ აგენტობას არ გულისხმობ, რომელზეც ისაუბრებს ხოლმე საკუთარი აგენტობის გამოხატვის არანაირი ფორმა არ აქვს, ეს არის საკბილო ზუსტადაც რომ ქართული ოცნება იქნება ეს თუ სხვა ავტორიტარი ძალის გამომხატველის რომ აი ეს არის თქვენი აგენტობა რომელიც შეგიძლიათ გამოხატოთ ხო? ანუ აი ამას გაწვით თქვენ თვით ფუნქცია ერთადერთი ფუნქცია რომელთაც შეგიძლიათ ხო? და ამასში მე ჩავტევ იმას რომ თითქოს ამით იცავთ ღირებულებებს, თითქოს ამით იცავთ ქვეყანას. ეგ არის ადამიანები რომლებსაც მართლა არანაირი საარსებო სივრცე არ დაუტოვეს, უფლება არ დაუტოვეს, გამოხატვის, თვით გამოხატვის საშუალება არ მისცეს და ეუბნები რომ აი ხა მიდი იძალადე იგინე, ლეწე, ამტრიე, გძულდეს და აი ეს იქნება შენი ფუნქცია, შენი დანიშნულება ცხოვრებაში. აი მე გაძლევ ამის უფლებას, წმინდათა წმინდა უფლებას, რომ იძალა, გახდე მოძალადე, სიძულვილით იყო აღჭურვილი, გაჟღენთილი და ასე შემდეგ, ხო? თავისთავად, რა თქმა უნდა, ანუ თუ რამე არის პათოლოგია, სიტყვა გვეუბნება ფობია. ფობია არის უკვე პათოლოგიის გამოვლინება, ავადმყოფობის გამოვლინება, ხო? თუ სნეულებაზეა ლაპარაკი, ნებისმიერი სახის ფობია არის რა ტიპისაც არ უნდა იყოს, არის უკვე ავადმყოფობის დიაგნოზია რა. და ამ ავადმყოფობას რამდენადაც ეს არ არის კიდევ მეორე, არც ინდივიდუალური და არც რაღაცა ამას აქვს თავის სადავე, ეს არის იდეოლოგიური სადავე. ეს ავადმყოფობა არის შექმნილი ლაბორატორიულად პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ. და ისინი არიან გამავრცელებლები, აი როგორც რაღაცა ვირუსებს, შეთქმულების თეორიები ხო არის, რომ აი ვირუსებს ავრცელებენ პერიოდულად რაღაცა deep state-ები და მასონები და ებრაელები, რომ ქრისტიანი ბავშვების სისხლით მაცას აკეთებენ და რაღაცა. აი ამ ტიპის აზროვნებაა, ხო, ზუსტად. და შესაბამისად სამკურნალო არის ის აი კურნალობა გულისხმობს აი ამ იდეოლოგიების აღმოფხვრას და დამარცხებას. და მგონია რომ ეს ციკლებია ჩვენ ცხოვრობთ ახლა აი ამ ნეოფაშისტური იდეოლოგიების მომძლავრების ეპოქაში. მაგრამ ეს ახლა ტემპები აი ამ ციკლების მონაცვლეობის ძალიან დაჩქარებულია, მას არ ჭირდება 10 წლეულებია რა, რაღაცა 5 წლის და მაქსიმუმ 10-მდე მისვლის იცვლება ეს ციკლები.
ცოტა ხანში დამთავრდება ეს, აი მორჩება ტრამპები და რაღაცა უბედურებები და შეიცვლება, იმიტომ რომ აი ამ ურთიერთსაწინააღმდეგოებს წარმოშობენ ისინი თავისთავად. ხედავთ ამის ნიშნებს, ხო? აღარ არის, თქო, 2 წლის წინ იყო, რომ მარტო მარჯვნივ მიდის ყველაფერი. ეხლა ხედავთ, რომ ეგრე აღარ არის. ანუ მარჯვნივ გულისხმობ მარჯვენა რადიკალიზმს, ხო? ეხლა ხედავთ, რომ უკვე ძალიან ბევრი საწინააღმდეგო ნიშანი გაჩნდა, რაც ლოგიკური იყო, დიალექტიკური პრინციპიდან გამომდინარე, ხო? ცოტა ხანში იმაზე მალე გაქრებიან ეს ნეოფაშისტები, ვიდრე თვითონ გონიათ. და მე რაღაცა მომენტში რომ თვითონ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი თუ ვინც იქნება მისი შთამომავლობა ყველაფრის ბრალდებას განტევების ვაცა თვითონ მას კობახიძეს, პაპუაშვილს და მდინარაძეს და ამ ხალხს დღეს რო ყველაზე ხმამაღლა გაჰკივიან და ყველაზე საშინელ პოროტებებს აფრქვევენ, მათ დააყენებენ სწორედ თვითონვე. ამას ხედავთ უკვე ხო რეალურად? მაგ შიდა პარტიული წმენდები უკვე დაწყებულია დიდი ხანია და შემდეგი რა თქმა უნდა ის იქნება ვისი რიგიც მოდის და მათი რიგი მოდის. ცოტა მაგდენი თუ ევროპული განათლებაზე რო დებენ თავს, ეს თავის განათლება და ჭკუა მაგისთვის გამოიყენონ, რომ ცოტა წინ გაიხედონ და საკუთარი თავები გადაირჩინონ იმითი, რომ მათზე მოხდება ყველაფრის შეხოცვა. ყველანაირი ხელის და ყველასი ბინძურის მათზე გადაბრალება. შორს არ იქნება სიმართლისგან, იმიტომ რომ მართლა აი რაღაცა დამკორელი ისინი რო იყვნენ, სტახანოველები, აი ესეთია კობახიძე, ხო? აი თუ არის მოთხოვნა პარტიული დაკვეთა, რომ აი რაღაცა ხარისხის ბოროტება, ეს გადაჭარბებით ასრულებს, 3 მაგად, 5 მაგად გადაჭარბებით, აი რაც შეიძლება მეტი ბოროტება იყოს, რაც შეიძლება მეტი სიცრუე იყოს, რაც შეიძლება მეტი სიბნელე მოდიოდეს, ხო? აი ყველაფერში რეკორდები დაამყაროს ეს რაღაცა ფსიქოლოგიურ ტიპზე მეტყველებს, ხო? რაღაცა ამას ვთქვათ, ხა არ მინდა ზედმეტად შევიდე სამედიცინო სფეროში, მაგრამ მანია ქვია, ხო? შეპყრობილობა ქვია. ხედავთ ამას, ხო? ანუ აი რა არანორმალური ინტენსივობითაც ამას აკეთებს, აქ ჭირდება რომ ვიღაცა აიძულებდეს, აი თუ მეუნებიან რომ აი ამდენი უნდა გავაკეთო, მაქსიმალურად მეც ვაკეთებ. ეგეთები ისჯებიან მე პირველ რიგში მათივე დამკვეთების მხრიდან ზუსტად. ხომ არ არის? არ მგონია რომ შეეწოდოს ვინმეს, ან იმდენად შეაძულა თავი ყველას მან რო თუ რაიმეს და კი ვიცი რომ ბევრი რამე გვექნება დასამატებელი, მაგრამ ხო ნამეტანი გადავაცილეთ ყველა დროს რაც კი გქონდა. 2 სიტყვით ჩავაჯამებ უბრალოდ. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც გვისმენდა და მოგვისმენს თუნდაც ხვალ. არა მხოლოდ პოდკასტის ფორმატში, ზოგადად ღია ვართ კითხვებზე, ინიციატივებზე და მოგწერეთ აუცილებლად და აი რადგან ის კითხვა რაღაცნაირად გულზე ნამეტანი მომხდა და ერთი წინანდებით მინდა კიდევ ერთხელ მაგას კი ბატონო, მინდა კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ამ კითხვის ავტორზე არ მაქვს ოღონდ საუბარი. თავად თუ კი მართლაც საზოგადოებაში რაღაც მომენტში გაჩნდა განცდა იმისა, ამას მოусმინა ამ პოდკასტს და რაღაც მომენტში გაუჩნდა კითხვები იმაზე, ხომ არ ვარ შემთხვევით საზოგადოების მტერნი, ვინც აქ შევიკრიბეთ ან მოძრაობაში ვინც ვართ, უბრალოდ ჩემი მართლა გულწრფელი თხოვნა იქნება, ერთი დათქმას გავაკეთებ იმას, რომ აუცილებლად არ არსებობს საზოგადოება, სადაც განმასხვავებლები არ გვექნება უამრავი და თითოეული ეს განმასხვავებელი არის თავის თავში უნიკალური და მნიშვნელოვანი. თუმცა აი ეს ნაწილი ამ განმასხვავებლებიდან მერე ვინ ხლეჭს და ვინ ცდილობს რომ საერთოები გამოვნახოთ, აი ამ ნაწილზე დაფიქრდეს თითოეულის მსმენელი, ჩემი თხოვნა იქნება და აუცილებლად შეიძლება თავიდანვე ამის გამოთქმა და პირდაპირ מחვილის დასმა არ მოხდეს, მაგრამ აი სხეულებრივი განცდა ვახსენ და სხეულებრივად მაინც იგრძნობს იმას, რომ გამხლეთში ამ საზოგადოებაში არ არის ის მონიშნული ჯგუფები, რომელსაც გვთავაზობენ როგორც გამხლეჩად, ხო? და მეტიც ხშირ შემთხვევაში მათ შორის ქვიარებზე რომ ვისაუბროთ, სწორედ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლის დამცველებათაც ქართული ოცნება მაგალითად პერიოდულად საკუთარ თავს წარმოგვიდგენს ხოლმე, აი ამ ღირებულებების დასაცავად წინა ხაზებში გვინახავს ქვიერ ადამიანები, მათ შორის მიწაწყლის შესანარჩუნებლად თუ ასე შემდეგ. ამიტომ, ხო, მე ჩემი დასკვნა ის არის, რომ საზოგადოებაში თუ კი არსებობს ხლეჩვა, ესეც პოლიტიკურად ნაწარმოებია და ჩვენც აუცილებლად ჩვენი პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდეთ მას. მადლობა, თამარ. არა, გამწიჭეთ. კონსერვატიზმზე მინდოდა. მერე. ბოდიში.